პოდკასტი ნიკუშა დაბრუნდა, გამარჯობა. აქვე გეტყვით რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გამოჩნდება ყველაფერი, თუ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა დაგვასაბსქრაიბოთ და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის ჩარტვა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ხედავთ არაჩვეულებრივ თბილისის ხედს და პრინციპში თქვენ რა იცით, მაგრამ მე ცოტა ხნის წინ გავიგე რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანი, ჩემი მეგობარი, ამავდროულად კოლეგა, სულ ცოტა ხნის წინ მოკლედ დაუბრუნდა იმ კერას, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და გეტყვით, ვინ არის, უბრალოდ უნდა გითხრათ აუცილებლად ის, რომ მაშინ, როდესაც გადავწყვიტე ჩემს პოდკასტში ჩამეწერა ჟურნალისტები, ვფიქრობდი თუ რა კრიტერიუმით უნდა ამერჩია ადამიანები, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდი, მიმყავდა სხვადასხვა გადაცემა და მივხვდი რომ ამ შემთხვევაში იშვიათი გამონაკლისი იყო ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი და ეს იშვიათი გამონაკლისი იყო ის, რომ მაშინ, როდესაც მე ვიმყოფებოდი უკანონო პატიმრობაში, ვიყავი რეჟიმის ტყვე, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც მოიფიქრა გზა თუ როგორ შეიძლებოდა ინტეგრირებულიყო უკანონო დაპატიმრებული ადამიანის, არ ვიცი, ნიჭი თუ რესურსი იმ რეალობაში, რომელიც უფრო ახლოს არის თავისუფლებასთან, ვიდრე მაშინ მე გისოსებში. მოკლედ, ქეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ჩემი მეგობარი, ჩემი პოდკასტის სტუმარი, მოდი. როგორ ხარ? კარგად. და ხო, შენთან ერთად დავასრულებ ფრაზას. მოკლედ მოიფიქრა ასე, მაშინ როდესაც ქეთა იწყებდა ეთერს ფორმულაში. პირველი გადაცემაც იყო. პირველი გადაცემისთვის, ჩემი ძმის საშუალებით, ჩემი ოჯახის საშუალებით, დედაჩემის და ლაშას საშუალებით, რომელიც იღებს ამ პოდკასტს და აქვე მადლობა. გადაწყვეტა რომ მისი გადაცემისთვის პირველია ის შესავალი სიტყვები, რაღაცნაირად აი ესე მე დამეწერა, მე რეკეთას მოერგო და მე ეთქვა მოკლედ მთელი საქართველოსთვის და ჩემთვის ძალიან სიმბოლური იყო და მინდა გითხრა მადლობაც, მადლიერებაც გამოვხატო და ზოგადად სულ ვიმეორებ, რაც ეს პოდკასტი დავიწყე, რომ მიყვარხარ მადლობა და ბოდიში სამი რამ, რაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანებისთვის მემეტება, როგორ ხარ? ფანტასტიკურად. ჩემთვის ემოციური იყო ის ეთერი, ანუ ის პირველი ეთერი, ის პირველი ეთერი ჯერჯერობით ჩემთვისაც ზოგადად ძალიან ემოციური იყო, გარდა იმისა, რომ იმიტომ რომ რაღაცა ახალ ტელევიზიაში გადავედით მე და ბექა, რაღაცა იმ პერიოდში ცოტა მძიმე წინა პერიოდი იყო და რაღაცნაირად უნდა მოვგებოდით ახალ რეალობას და ორჯერ უფრო ემოციური იყო, იმიტომ რომ ხა შენ რაც თქვი, რომ ქეთას თავის-თავზე მოერგო, არაფერი არ მომირგია რეალურად იმ ტექსტიდან, რაც შენ დაწერე, ის იყო პირდაპირ, რა თქვა, უბრალოდ იქ რაღაცების ამოკლება მინდა და რაც ჩემზე გეწერა, მაგრამ მანდ შენი ის იყო, რომ არაფერი მითითება იყო. ხო, პოსტკრიპტი იყო, რომ არ ამოიღო. ეთერშიც ეგრე ვთქვი, რომ მე მინდა დამღებო, მაგრამ ნიკას მითითება, რომ ესეც თქვა. ჯერ მაქვს ნანახი და მიუხედავთ იმისა, რომ აი არ ვიცი, მას შემდეგ რაც რაღაცნაირად დავიხსენე აი ამ უსამართლობას, ტყვეობის დროს ამ სიტყვების მოსმენა კიდევ უფრო ემოციური იყო, ჯერ ისედაც ლაშამ რომ მითხრა, თან გახსოვსო, აი ძალიან მეჩქარე რომ მე ვიყარი, რომ ანუ ერთ დღეში თუ რაღაცა დროზე და ხვალ რო დარეკავს და დღეს თუ რა ისიც იმაში ჩავაგდე. კი, ხა დაურეკავ, ვეთქვი რო დარეკავს და დავურეკავ. რო დარეკავს თუ რო შევა, მე კი არა შესვლას არ დავდა რო დარეკავს. ეგეც მახსოვს მე ჩემ ნომერზე ხوارი რეკება ციხიდან, იმიტომ რომ დაბლოკილი ვარ წლებია და მე მგონი ან ჩემი შვილის ნომერზე ან ვიღაცის ნომერზე თუ ვის ერთადაც ვიყავ იმის ნომერზე დაგარეკინა უცებ რომ 2 წამი რაღაცა გეთქვა რომ ამაზე ამას ვაკეთებ. ლაშას უნდა გამოვართა ტელეფონი რომ ვაკონტროლო დრო, ეს ჩემი პრობლემა არის, ჩემი ტელეფონით ვიღებ და ლაშასით ვაკონტროლებ დროს. ხო. 18:09. კარგი ბატონო, ქეთა. იცი რა არის? აი რანაირად მოიფიქრე თქო, ეგეთ კითხვა არ მინდა რომ დაგისვათ აი ამ იდეასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვიცი რომ არა თუ შენი მეგობარი ნიკუშა კაცი, არამედ ყველა ადამიანზე, ვინც უკანონო ტყვეობაშია, იქნება ეს ანდრო ჭიჭინაძე, იქნება უნისე ცხადაძე, მათედავიძე თუ ძალიან ბევრია სამწუხაროდ, დღესაც 100-ზე მეტი გამოდის, ხო? ნუ ვინც აი ამ უსამართლობის კალაპოტში რაღაცნაირად მოექცა. ანუ არ მიკვირს ამას უსვამ ხას, იმიტომ რომ იმდენად ჩართული იყავი, ნერვიულობდი, ღელავდი და რაღაცა შენი წილი პასუხისმგებლობა და ალბათ პროფესიული ნიშნითაც რაღაცნაირად გინდოდა რომ ალბათ გაგემხნევები. კი, მან ამბავი არის, რომ თან ეგ არის პერიოდი, შარშან ივნისი არის, ჯერ ანუ გადაწყვეტილებები, განაჩენები გამოტანილი არ იყო. მოკლედ ეგ პერიოდია, რომ სულ მუდმივად სასამართლოებზე დავდივდით და ამ შემდეგ რა რაღაცა ეს ზედმეტად სიგიჟის პერიოდი იყო და მაშინ ჩვენ რო გადაცემას ვიწყებდით, ახლა ეს გადაცემა მთავარზეც იყო რაღაც, მაგრამ ახლა გვინდოდა რომ იმის გათვალისწინებთ, რომ ეს არ იყო სრულად პოლიტიკური, ახლა ყველაფერი პოლიტიკურია, ყველა გადაცემა ამ ქვეყანაში, მაგრამ მაინც რაღაცნაირი სხვა ის იყო. ჩვენ გვინდოდა რომ რაღაცნაირად ისე ყოფილიყო, რომ უკანონო პატიმრობის რეჟიმის ტყვეებისგან ყველა ამ ადამიანის, რომელსაც არ ქონდა პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა, მით უმეტეს რომ მაშინ სასამართლოების გადაღება აკრძალეს, რაღაცნაირად აი ერთი ბლოკი მაინც მთლიანად ყოფილიყო მობილი აი ამ ადამიანებზე. ეს გავს ეს პროცესი აი რაღაცნაირად
თითქოს ადამიანები ეხლა ერთი უხერხულობა რომ აი სადღაც რომ მივდივართ ან დაბადების დღეზე და დღესაც ბევრი ამბობს რომ რაღაც უხერხულობა გვაქვს და რაღაცნაირად აი ვის ჯით ამ დროს ახლა მეც გარეთ როცა ვარ მაქვს ეს განცდა რომ აი რაღაცა თითქოს ვში საკუთარ თავს რომ ისარქნა ესარქნა და ამ კუთხით უცებ აი ეს რაღაცა არა მან ნახე რა იყო ჩვენ გვინდა და მე და ბექამ რო ვილაპარაკეთ ახლა ბექა ჩემი თანაწამყვანები ვიყავით და ბექას აქვს ძალიან დიდი ბოდიში იმიტომ რომ იმდენად გადავერთე და აღვთავანდი ქეთას იდეაზე რომ სულ დამავიწყდა რომ ბექა და ქეთა იქნებოდნენ ერთად ეთერში და ამაზე სულ ვიმოდიშებ და მე რო დავერქე მე ბევრი წერილი იყო მოწერილი მაგაზეც მაგრამ რა თქმა უნდა ეს ხო და მინდა რომ რაღაცნაირად ყოფილიყო ინტეგრირება რა და ანუ შენ ნაწილში ანუ რა ვიფიქრე ანუ ყველაზე მარტივი ეს მარტივი კი არა სწორი რა იმიტომ რომ ნახე მანდ რა არის ანუ მე მაგალითად ის თვეები აი მაგას ვამბობდი ახლა ის თვეები როცა მთავარი დაიხურა და ის პერიოდი საერთოდ ეთერში არ ვიყავით ანუ ყველაზე მეტად მქონდა რაღაცნაირად შინაგანი მოთხოვნილება აი ეკრანის ხო რა ანუ მაინც ხო ისი ტელევიზია რა არის რა ეს მუდმივად გინდა და შესაბამისად ანუ რო დავფიქრი ვის რა საჭირო ქონდა იქ საბაჯიქიაზე ვფიქრობდი იქ იმაზე ვიღაცას წიგნის უგზავნით ვიღაცას ის მაგრამ მოკლედ ამ შემთხვევაში თან მე არ მიყვარდა ეგეც უნდა ითქვას რა აი დიდად ვერ წერდი შენც მოგწერე გახსოვს ონისეც ხადაძის მიწერილი მაგ არ შემილი ანუ იმდენად იმის მიუხედავად რომ წერა მიყვარს აი წერილებს ატიმრებს ვერ ვუგზავნდი აი ძალიან იშვიათად გამიგზავნია ველაპარაკებოდი ხოლმე ეთერიდან რა და შესაბამისად მათი ინტეგრირება იყო აი რაღაცნაირად ჩემთერში მშობლები იყვნენ ხოლმე სულ მუდმივად ან ოჯახის წევრები ანუ რაღაცა კავშირში სულ იყო პატიმრებთან რა ხან ვიღაცის შვილის იყო იქ დაბადების დღის მილოცვებს ვაკეთებდით ხოლმე და ეს იყო ჩემი იდეა რომ ამ ადამიანებთან არ დაგვეკარგა კონტაქტი იმის მიუხედავად რომ რაღაც ისინი თქვა ყველანაირად წერილის გარდა პასუხს ვერ უცემდნენ ან დარეკვის მაგრამ ამათი ანუ რაღაცნაირად ჩვენება საზოგადოებისთვის და მათი ინტეგრაცია პირდაპირ გზით როგორ შეიძლება და ეს ყოფილიყო და ამ შემთხვევაში ხა შენ შემთხვევაში ხო ანუ ამაზე სიმართლე გითხრა ბევრი არც მიფიქრია რა ანუ აი ბექამიტის ეგ ისტორია რომ აი უცებ რომ მოდი ნიკას დავაწერინო ტექსტი და მოდი ნიკამის ტექსტი იყოს რა ეს ყველაფერი და მან ისე იყო გარდა მაგისა მე რაღაცნაირად ტრადიციად დამკვიდრდა რომ ჩემი ნომერი ხო დაბლოკილია მაგრამ ტელევიზიაში ხო რამდენი კაცი და მაგრამ ხო ვიცოდი აქ ისიც მნიშვნელოვანია რომ ერთ-ერთ პროცესზე იყავი და ეს უნდა უთხრა მაყურებელს იმიტომ რომ შენ იცი მე ვიცი ვინც დარბაზში იყო მათაც იციან სასამართლო პროცესის დროს, აი მაშინ როცა ის ჩემი ემოციური გამოსვლა იყო, შენი ჯექი ზუსტად მესამე რიგში, ანუ ეს კი ბატონო, აკვარიუმში, აი რომ მოუტრიალდებოდი მარჯვნივ, პირდაპირ გიყურებდი და ანუ აი ამ შეზღუდვებშიც კი როცა არ მოწონდა რეჟიმს, რომ ჩვენ იქ რაღაც კომუნიკაციას ვამყარებდით დარბაზთან, ანუ მე და ქეთამ ჩეულებრივად ვიჭორავეთ ქეთამ იქვე მითხრა რომ შენი ძმა გეტყვის ნომერსო და ოღონდ როგორ მითხრა ეს ნომერი ესეც საინტერესოა იმიტომ რომ იქ ხო ყველგან კამერებია და მოკლედ ის ნომერი რომელიც ქეთას სათადარიგო შემთხვევებისთვის ჰქონდა ჩვეულებრივად დავურეკე მიპასუხა მოვხვდი ეთერში და ოღონდ ისე მოვხვდი ეთერში რომ აი იმ წამის და მე მგონი ავაყირავე მთელი ის ეგრე იყო მე ონისე შეუთვალე იმანდარკა მე ესე ალა მოკლედ რამდენჯერმე ეგეთი ამბავი იყო და ნუ მე ბოლოს უბრალოდ დასარეკად აღარ გაყავდეთ იმ დროს ან როცა ჩვენი გადაცემა იწყება და პატიმრები და მე იქ შეზღუდო და ნუ მოკლედ ეს რაღაცებს ვიგონებდით ხოლმე რომ რაღაცნაირად იმ ადამიანებს რომლებიც უკანონოდ გიშოსებს მიღმა იყავით ინტეგრირება ყოფილიყო ნახე ეს კი იყო რომ იქ წერილი იქნებოდა იქის მაგრამ სასამართლოებზე რომ ხრო არ უნდათ რომ ხმა გაგვეგო ამ ადამიანების ან ნუ ესე ვიზუალურად იმიტომ რომ ძალიან ემოციური კადრები იყო ხოლმე ხო ჩვენი კოლეგების გადაღებული აი მე რაღაცნაირად ცოტა ხნით მაინც მოვახერხეთ ის რომ ხმა მაინც სადღაც ისმოდა რა მაგრამ ნუ ეხა მე ეს ადამიანი ცოცხალია იქ ახსენა ხო ვიღაცას შეიძლება არც გაუგია და ვიღაცა პროპაგანდასაც უყურებს და გადაზიარდებოდა და ასე შემდეგ ქეთა მე წერილშიც დავწერე რაღაც შესავალ ნაწილში მიმოვიხილე ის პერიოდი როცა ხას უსვამდი თუ როგორ გაგიცანი მე მინდა გაიხსენო თუ გახსოვს უბრალოდ აი ჩვენი პირველი გადაკვეთა გადასაღებ მოედანზე რო იყო ხო მაგრამ აი სად იყო როგორ იყო იმიტომ რომ მე ყველა დეტალი მახსოვს და კიდე გეტყვი რაღაცას მითხარე აუ ეგ ეხა ძალიან რთული ამბავია იმიტომ რომ რეალურად მახსოვს იყო უეჭველი პარლამენტი იყო ოღონდ ქუთაისი იყო თუ თბილისი ეგ არ მახსოვს მაგრამ სავარაუდოდ ქუთაისი იყო იმიტომ რომ ხო ყველა რიცხვი ქუთაისი იქნებოდა მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი და თბილისის პარლამენტში ძალიან იშვიათად შევდიოდით ხოლმე ჟურნალისტები მაგრამ აი ეხა იცი როგორ რაღაცას მეკითხები რომ რა ვითარება იყო აი ეხა შეიძლება კარგი მე გეტყვი არ მაქვს არანაირი პრობლემა იყო ნამდვილად ქუთაისის პარლამენტი იყო გაზაფხულის პერიოდი, იმიტომ რომ მე ბევრი სეზონი მათ შორის მეცხრე მოწვევის პარლამენტის ერთად გავაშუქეთ და ხო, ეგ ეხა მერი ამბავი მოხდა, გაცნობის ამბავია. ერთადერთი მახსოვს რა იცი და სხვათა შორის შეგიძლია გადაამოწმო ჩემი გადაცემის, აი მაშინდელი გადაცემის, ჩვენი პარლამენტი პროდიუსერთან, ნათია შენგელიასთან.
მოკლედ აი პირველივე წამი რა როცა კი დაგინახე, როგორც კი დაგინახე, ვთქვი რომ ძალიან მაგარი გოგოა თქო რა და ნუ აი ესეთი აღთხოვანებული და ძალიან დიდი ხანი ვლაპარაკობდით და ოღონდ აქ საინტერესო არის ის რომ ყველა ხლა მოწმებს ეგრევე რომ ნუ ეხლა ლამაზი ხარ, ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი ხარ და ნუ პირველი შეფასება მაინც მე ხო იცი ეგეთ ხასიათი მაქვს ანუ ეგრევე ვგზნობ რა უნდა ვიფლირტავო, უნდა ვიმეგობრო და ნუ აი ხო იცი კარგი ოღონდ ეს სიმპათია გულისხმობს ყველაფერს, ნიცაცი ლამაზი ყველაფერს აბსოლუტურად და იმის თქმა მინდა რომ აი ეს წამი როცა ვთქვი რომ ძალიან მაგარი გოგოა თქო იმის მერე ანუ უკან ნაბიჯი კი არა უკან ნაბიჯის გაგებით რო ვთქვა ემოციები რომელიც აი არა პირიქით აი ემატება ეს აღთხოვანება სულ მაქვს და მერე იყო რომ ხო რაღაცა გამოგოთ მე ამასობაში ხო უცებ ირკვევა რომ რაღაცა ქეთა და შვილი წყავს და ამბავიც ისიც ესეც და აი სულ მახსოვს რომ თუ ჩამოვარდებოდა ლაპარაკი ნიჭიერ ადამიანზე მე ვიწყებდი ლაპარაკს ქეთაც იცკიშვილზე ოღონდ ეს ის არ იყო რომ მე და შენ თუნდაც იქ რაღაც გადალაპარაკება მოვასწარით ან რაღაცა აი უცებ პირდაპირ გამარჯობა მე ბევრი გადაღება და პატარა ახლა შენ კიდე მაგ პერიოდში ცოტა გამოცდილი რა ანუ რაღაცა ის ქონდა და მე მაშინ ეგ პერიოდი იყო ტევ პირველში რომ მუშაობდი ეგ პერიოდი იყო და მალევე ხო მე გადახვედი კი ბატონო და ძალიან ეგ პერიოდი იყო და იმაში აი თითქოს ახალი დაწყებული მქონდა მან თითქოს კი ახალი დაწყებული მქონდა მაინ ჟურნალისტობა ლაშანელა გაიარე ხო აი აქ უნდა ჩავიდეთ იმიტომ რომ ხე არის და ფიზიკურად მე გავძვრები მაგრამ მეორე ადამიანი ვეღარ გამოძვრებოდა ხო და მაგრამ მე მახსოვს მე აი კადრად მახსოვს აი რაღაცა მაგ პირველი იმეებიდან შენ ხო ცოტა სხვა ფორმატის ის ქონდა ხოლმე და მე მახსოვს ეს კაბესელიას აი რაღაცა მომენტებად რაც შეიძლება რომ გახსოვდეს ეგ მომენტებად ეგრე მახსოვს კადრებად მე ხა დანარჩენი კი ხა მუშაობის პროცესი იმდენი იყო რომ რა ვიცი და მე რაც მახსოვს არის ის რომ აი სულ დარბოდი და ერთხელ ვთქვი რომ აი რაღაცა ცოტა უცებ დაილინკე ფეხბურთელებთან რა იმიტომ რომ ნუ არც სპორტსმენთან ზოგადად იმიტომ რომ მეთქი აი ამდენს როგორ დარბის და ოღონდ აქაც გადავიყვანოთ ლაშა ნელა მოიცადა წარმატებით იმიტომ ჩვენ გადავაფე ეგრე გადავალ და შენ გამოყვევი ხოდა რა სპორტსმენებთან ხო და მახსოვს რომ ხო ორი შესასვლელი ქონდა ესე ჩავიდე ხო აქ ჩავიდე და მე მგონი სულხან-საბას ბაღი არის იდეალური ადგილი სადაც შევძლებთ რომ დავილაპარაკოთ მშვიდ გარემოში და ხო ორი გამოსასვლელი ქონდა აღმოსავლეთით და დასავლეთით თუ როგორც არის ან ჩრდილოეთით და სამხრეთით და რა ამბობს ხო მარგველაში ხო და აი აქ რო კი და კიდე პრეზიდენტის ის რომელი კომიტეტის ხდომა იყო რაღაცა ლარის დევალვაცია მთელი ამბავი და ოღონდ შენ აი ამ წამს რო აგნახავდი მე იგნახლობდი და მე მივხვდი რომ მეც ესე დავდივარ თურმე იმიტომ რომ აქ თუ ხედავ და ორ წამში თუ სხვაგანაც ხედავ სადაც მინიმუმ 500 მეტრი უნდა გაიგინო მახსოვს თეონა ცხამელძეც იყო იქ თან ის ხუსლებით იყო ხომ და ეგ კადრები არსებობს ჩვენ გვეგონა რომ აქეთა გამოსასვლელი უნდა გამოსულიყო რა და პრეზიდენტის სიტყვა იყო და ხო იქაც აქვემოთაც არკე და იქაც შეგილია მე კარგი და რა აი ეს იყო რომ ეგ ვიდეო არსებობს ოპერატორებიც ხო ესე მოყვებოდნენ და ანუ ეს 10 ჟურნალისტი რომ მართლთან ის ხომ მრგვალი შენობა იყო ანუ სულ უნდა გერბინა რა თან ეს გამჭვირვალე ნუ კი ტემპერატურა ასე თუ ისე მაგრამ ჩაცმული ხო მე ქუთაისის პარლამენტი ნუ აღარ არსებობს ხა მაგრამ მახსენდება ქეთა აი ძალიან კარგ პერიოდად მახსენდება და მაშინ რომ რაღაცებს და იცი არის ხო ყველაფერი რაღაცა მერე გადმოსახედიდან გვახსენდება კარგად მაშინ მაგაზეთს დამწუწუნებს მაშინაც არ მომწონდა ბევრი რამე და მაშინაც ქოცები იყვნენ ნუ მაშინ ისე იყვნენ ხელისუფლებაში იყვნენ მართლა და ეხა ამ გადმოსახედა რო ყოფ თურმე ანუ რაზე წუწუნებს მაშინ ადამიანები ყოფილან მაშინ ესენი ნუ ყოველ შემთხვევაში გვაჩვენებდნენ რომ იყვნენ ადამიანები ან იყვნენ და მერე დაკარგეს ეგ ადამიანობა კი და აი ნახე მივხვდეთ იმისა რომ თემა არ შეგვითანხმებია და არ შენ გიკითხავს რა როგორ იქნებოდა ხო ბუნებრივად ხო ზოგადად არავის არ უთანხმებ იმიტომ რომ იციან რომ არის არაფორმალური ესეთი ფორმატი და არაფორმალურ გარემოში ვსაუბრობთ და რაც თავარია გულწრფელად აი საუბარმა მოიტანა თვითონ რომ მაშინ დავრბოდით გიჟებივით ვიყავით ორიენტირებული ჩვენ საქმეზე და სინამდვილეში აი ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომელიც რა თქმა უნდა მინდა რომ დაგისვა იმიტომ რომ მოკლე დროში რამდენიმე მედია საშუალება მოასწარი და რაღაცა ბევრგან იყავი ბევრი რამ აკეთე თან განსხვავებულ ჟანრში და განსხვავებულ ფორმატში იმიტომ რომ მე იქ წერილშიც გწერდი რომ გავაპროტესტებთ გავრილოვის ღამე გვეტკინა ლექსო ლაშქარავას ამბავი რა თქმა უნდა ტრაგიკულესი ამბავი და სწორედ ამიტომ ვამბობ რომ აი ეს ემოციები სადღაც ყოველთვის გროვდება ილექება და დღეს უკვე როგორც ჟურნალისტ ლაშაკინა რამ გადავარდა და კიდე შეიძლება ჩავარდეს ნელა ლაშა შემდეგ უკვე შეგიძლია პირდაპირ იარო ხო და აი ის სირთულე მინდა რაღაცნაირად კერდა შევადაროთ არ ვიცი მაგრამ რა რეალობაა დღეს და რა იყო მაშინ უკვე თქვი მე ვამბობ აი როგორც ჟურნალისტისთვის დამატებით ბევრი შეზღუდვა დაწესდა
ხო, იცი რა, ამის მერე რა ხდება? ამბავი. აი ხა რასაც იხსენებ, რა აი მაინც ეს აქტიური პროტესტი, ეს პირველი, თორემ მანამდე ძალიან ბევრი იყო რაღაცები, მაგრამ იყო კლუბებში შეჭრის ამბავი, მერე იყო 20 ივლისის ამბავი, მერე 5 ივლისი და ნუ აი 5 ივლისის მერე, ანუ ჩემთვის ზოგადად აი ხა რასაც შენ კითხულობ ეგ არის რა, 5 ივლისამდე პერიოდი და 5 ივლისის მერე იმის მიუხედავად რომ მანამდე 20 ივნისიც იყო. კი ბატონო. ანუ როგორც ჟურნალისტისთვის აი ცოტა მაინც მანდ მაქვს შუა, აი ზღვარი მანდ იყო რა 5 ივლისამდე და 5 ივლისის მერე ჟურნალისტიკა საქართველოში, ანუ ცოტა ესე ვუყურებ, მაგრამ ცოტა ფართოდ რომ შევხედოთ, აი მე გეტყვი, ნახე, მე როგორც ჟურნალისტი ვმუშაობდი სულ და როგორც მხოლოდ ჟურნალისტი ვმუშაობდი 5 ივლისამდე. როცა ჩართვაზე ვიდექი, მათ შორის 20 ივნისაც, სადაც რა თქმა უნდა, რო არ ყოფილიყავი როგორც ჟურნალისტი, ვიქნებოდი ჩვეულებრივი მოქალაქე და აუცილებლად იმ აქციაზე ვიდგებოდი, მაგრამ ვმუშაობდი, მაგრამ 20 ივნისს ვიყავი ჟურნალისტი. აი ესეთი პირდაპირი გაგებით ჟურნალისტი ვიყავი და იქ არაფერი არ იყო ჩემ ჩართვებში ყოველ შემთხვევაში ან რაღაცა როცა პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი აქტივისტური ჩახსნილი იყო ბოლომდე, იმიტომ რომ მე იქ ვიყავი როგორც ჟურნალისტი. და 5 ივლისის მერე თითქოს ვიქეცი თან აქტივისტად. რაც სიმართლე რო გითხრა, მე დიდად არ მომწონს, იმიტომ რომ ჩემ პროფესიაში შემოვიდა რაღაცა ნაწილი, რომელიც ან ჟურნალისტიკა ხო ამაზე თანხმდებით რომ დაცლილი უნდა იყოს ყველანაირი ემოციისგან და ყველაფრისგან. იქით გავიდეთ არა? ხო, ან აი შეგვიძლია იმ სკამთანაც და შეგვიძლია ჩამოვცეთ პირდაპირ აი ამ აუზის. დაცლილი უნდა იყოს ჟურნალისტიკა შენი ემოციებისგან, შენი მიდგომებისგან და ამ შემდეგ, მაგრამ ეს რაღაცნაირად მაინც გამოდიოდა 5 ივლისამდე და 5 ივლისის მერე მარტო იმ ამბავს არ გულისხმობ, მე გულისხმობ მერე ყველაფერი რაც მოხდა, ხა ჟურნალისტებზე თავდასხმა ერთია და მერე დანარჩენი გაგრძელება რაც იყო, მაგის მერე ეს ზღვარი იმდენად წაიშალა, რომ ეს უამბობდი თავიდან, რომ აი არ მომწონდა, ხა კი არ ვაყენებ უბრალოდ არავის არც კოლეგებს და შემდეგ, მაგრამ ჩემი მუდმივი ხა იცი შენ ძალიან კარგად, რომ აი წლების განმავლობაში, რაც მე ჟურნალისტი ვიყავი, ხო, 5 ივლისამდე, აი ძალიან ვცდილობდი, რომ ჩემი პირადი პოზიცია არასდროს არ დამტყობოდა და ყოფილიყავი და არ დამაფიქსირებიან, ხო, ყოფილიყავი, ანუ ფაქტების მომყოლი, რაღაცა ამბის მომყოლი ჟურნალისტი, რაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და იმის მერე ეს ზღვარი თითქოს გაქრა, იმიტომ რომ ჯერ ერთი 5 ივლისს ეს ჟურნალისტი იქ მხოლოდ ვეღარ იქნებოდი, იქ არ ვიცი, მოკლედ. და მე უკვე ისე გაგრძელდა ამბავი და ეხაც უკვე ეს ბოლო პერიოდში რომ გადმოხდეთ, ძალიან რთულია რომ დაიჭირო ეგ ზღვარი, როცა ხედავ რომ უბრალოდ რაღაც შენი ქვეყნის გარუსების ამბავი, ანუ აქ აღარ კარგავ რაღაცა კონკრეტულ პროფესიას, იმას უბრალოდ ქვეყნის დაკარგვაზე ამბავი. ჩემთვის ეგ იყო 20 ივნისის, მაგრამ მაშინ ოკეი, ლეგიტიმური ხელისუფლება იყო რა. აი იგივენაირი სიმძიმე როცა უკვე მარტო ჟურნალისტის არ იყავი, იმიტომ რომ ხო ვიხსენებთ მაშინ უკვე ფორმულას თანამშრომლებიც, ანუ ზოგადად ჩვენი კოლეგები მოკლედ სხვადასხვა მედია საშუალებებიდან და უცებ უყურებ და შენ თვალწინ, ანუ აი რა მინდა იცი კარგად ავხსნათ, ხშირად ვამბობთ რომ აი სასტიკი, არა ადამიანური და აი უშუალოდ შენ თვალწინ დანახული ის ემოციები, როცა უყურებ რომ შენი კოლეგა არ იცი გადარჩება 2 წამის მერე იქნება თუ არა ცოცხალი. აი იმ მომენტის განცდები რო გაიხსენა. ეგ არის, აი ზოგადად გქონდა ხოლმე ხშირად ყოფილა რომ მან როცა რაღაცა ესე დარბევებზე გვიმუშავია და რაღაც კი კოლეგასაც მიხვალ რომ ეგ ადამიანური ინსტინქტია, კაცო რა მნიშვნელობა აქვს რომელი პროფესიის 20 ივნისაც ეგრე იყო, ანუ იქ იყავ მიკროფონი ჩართვაზე იდექი რო ეყავი რომ ხედავდი რომ შენა გვერდზე დასასწრენებული იყო ადამიანი, ახლა ჩართვა გადარდებდა, ეგ ადამიანური ინსტინქტია რომ იმას მიეხმარო და ოღონდ აი ეგ სიმძიმე კიდე უფრო სხვანაირად იყო, აი ეგ არის რა, იმიტომ კი რომ სხვა არ მეწოდებოდა, ჩემი კოლეგა მეტად მეწოდებოდა, ჩემ კოლეგაზე მეტად დარდობდი, მაგრამ ამას აი ადრე მოდი პირდაპირ მაინც მიკროფონი და ჟურნალისტიკა გიცავდა რაღაც მომენტში რა, 5 ივლისამდე ოღონდ მაგას ვამბობ, მაგრამ 5 ივლისსაც ახლა ესენი იმითაბრაობენ, რომ სახელმწიფო არ იყო, პოლიცია არ გიქნა. კიდე რაღაცა მწვანე შუქია უნდა, იმიტომ რომ პირდაპირ ჯოგი მოდიოდა, ხო. უბრალოდ თვითონ პოლიცია ხა 20 ივნისას და ნუ 20 ივნისზე კი არა, მერე დარბევები რო იყო რაღაცები, ანუ მაინც ახლა სპეცრაზმელი შენ არ გირტყავდა, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ნაკლებად იყო ხოლმე ესეთი რაღაცები, აი ნაკლებად. მაგრამ ეხა ბოლო 2 წლის წინ ეს რაღაცა გაზაფხულის და თანახე მნიშვნელოვანი თქვი და არ დაგავიწყდეს, ერთი რო გიცავდა და პლუს იმ მიკროფონით სხვასაც იცავდი, ნებისმიერ მოქალაქეს. ზუსტად, იმიტომ რომ შენ რო იქ მიხვიდედი რაღაცა ის ქონდათ, რომ აი ეხა ჟურნალისტები და მოდი გავჩერდეთ. და ეხა რა იყო? ჟურნალისტი რო იქ მიდიოდი, რომ ვიღაც დაგეცვა, იმიტომ რომ აი ჟურნალისტისმა კამერის მაინც მოერიდებათ, არა? პირიქით. შენც გირტყავდი და აი ეგ წაიშალა, მე მაგიტო ვიყავი რომ მანამდე და რამდენი დარბევაზე გვიმუშავია მართლა და ეხა 20 ივნისაც ის ტყუები რო ისროლეს, თორე ესე
იქაც დამიზნებით იყო, ვერ იმას. აი ყველაზე მძიმედ რა დაილექა შენში, როგორც მოქალაქეში ვიცი, იმიტომ რომ ემოციური ხარ, თან გამოხატავ, თან არ იცი რა, უკან დახევა სიტყვაზე იქ რომ ნახავ ვიღაცას, არის გადაეხვევი, გაამხნევებ თუ არ ვიცი წყალს მიაწოდებ თუ დავარდნილს ხელს გაუწოდებ, ეს ვიცი. მაგრამ აი როგორც ჟურნალისტი, აი თუნდაც ფაქტი, რომელსაც ზუსტად იცი რომ აი წლები რო გავა არა თუ შვილს, არამედ აი მომავალ თაობებს მოუყვები, რომ აი ეს ყველაზე მძიმედ გახსოვს შენი პროფესიიდან. პროფესიიდან ეს არ ეხება ამ დარბევების და იმების ამბავს. და შეიძლება დარბევებიც იყოს, არ ხო, შეიძლება დარბევებიც იყოს, ანუ მხოლოდ მაგას. იცი რა არის? ხო იცი რომ მით უმეტეს როცა ამ კრიმინალზე ვმუშაობდი, ну, ძირითადად მაინც ბოლო წლების განმავლობაში, ძირითადად კი არა იგი იყო ჩემი მიმართულება. ანუ აი მართლა ყველა მითის რომ უამრავი ძალიან სასტიკი შემთხვევა მინახავს რა, აი უამრავი. მათ შორის თავის საქმეები და მოკლედ პირდაპირაც რაღაცეები და მე უკვე რაღაც საქმის მასალებიდან. მაგრამ ესე რო თქვა ხმამაღლა, აი ყველაზე ესე ეგრევე რაც აი ესე რო გახსენდება, ერთი იყო ლუკას ირაძის ამბავი. ანუ აი ჩემთვის იყო რაღაცნაირად გარდამტეხი ამბავი ეგ და სხვა შორის არსად არ მithქვამს და მოდი კაი აქ ვიტყვი, მაგრამ თან დაეწევა ეს ამბავი. ამ ამბავზე დაყრდნობით მე დავწერე წიგნი, რომელიც ძალიან მალე გამოიცემა. იმიტომ რომ ეგ იყო ჩემთვის ანუ რაღაცნაირი აი არ ვიცი რა მიჭირს ძალიან შეფასება, მაგრამ ბევრი რაღაც ანუ მე ვიყავი დატოვა კვალი, იმიტომ რომ ძალიან შემთხვევით მივედი იმ გადაღებაზე. უბრალოდ ვიღაცა მოიწერა რომ დიღომში რაღაც მოხდა, სად რა, ვის, რატო, აი რაღაც მოხდა. ამბავი ხო იცი როგორც არის ხოლმე, მაგრამ ანუ აი პროდიუსერმა მაშინ მითხრა რომ უწადიო რა, პროსტო შეხედავ და იქ რო გეზარება უკვე, იმიტომ რომ საღამოს 9:00-ია სახლში მიდიხარ და რა დროს გადაღება თუ აი ამაზე ხარ და იქ რომ მივედი, ანუ კი არაფერი არ იყო ადგილზე, არც ლენტი, აი საერთოდ არაფერი არ მიანიშნებდა, რომ რამე უბედურება მოხდა, მაგრამ აი ხო აი რაღაცა ინტუიციური რო გერთვება რა, არა მეთი აი ოპერატორი არ იყო მაშინ რომ ჩემი ოპერატორი თავში მუშაობდით უკვე და აი მივხვდი რომ ანუ აი რაღაცა უჭველი მოხდა და იქ დავიწყე გამოკითხვა რაღაც და ნუ აღმოვაჩინე რომ ბავშვი არის ავადმყოფოში, მაგრამ რატოა როგორაა გადმოვარდა, გადმოხტა, გადმოაგდეს თუ რა ხდება არ ვიცი. რო წავედი ეგრევე იმ იმაში და აი მან რაღაცა მომენტები არ მახსოვს და იმიტომ რომ მეც დედა ვარ, რაღაცა ცოტა პატარა იყო ჩემი შვილი, მაგრამ სხვა ბევრი ამბავი ყოფილა, მაგრამ აი რაღაცნაირად ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა, რომ აი არც მიფიქრე რომ ვინმე ჩამეწერა რამე გამეგვი, პროსტა ავარდი ეშურში და ვიღაცა იქ იმსვენებოდი, რომ პროსტა მითხარი რომ გადარჩებათ, იმიტომ რომ მითხრეს რომ ანუ აპარატზე შეერთებული არ მომკერ, მეცხრე სართულიდან და ამ ამბავმა მე იქ დედამისი გავიცანი თავისმა და აი პირველი ჟურნალისტი ვიყავი, ვინც ჩართვას დადგა და მიხვდა პროსტა რომ ეს ამბავი რაღაცა სხვა იყო, იმიტომ რომ იქ არავის ინტერვიუ, აი ხო რაღაცა და მოვყევი რომ რაღაცა ამბავი მოხდა, მგონი ოღონდ პოლიციას ეხება, იმიტომ რომ არავინ ამას არ მინდასწრებს, მე ხო იცი უცებ რაღაცას რო გაიგებ. და ის ჩართვა არსებობს ჩემი კადრები, ანუ იცი როგორი განადგურებული ვდგავარ, საერთოდ ანუ პირის აპარატს როგორ ამოძრავებ, არ ვიცი. და ეგ ამბავი რომ ამე 9-ზე მოვყევი დილით ატყდა ამბავი, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ რაღაც გაიგო და ეს ამბავი იყო, არ ვიცი, მაგამბის დროს რო სწორად დამდგარ იყო ქართული საზოგადოება, ქართველი საზოგადოება. ეს ცოტა სხვანაირად იქნებოდა რაღაცა. ქეთა გაქვს ხო შენს განცდა რომ ბევრი გამოვტოვეთ? განცდა, აი ფაქტია ეგ. ხო, იმიტომ რომ აი სულ როცა ვითვლი და როცა ვწერ ხოლმე და აი მეხაც ვიდრე დავიწყებდით მე და შენ საუბარს, აი დედა შენს უყვებოდი რომ 2012-დან უამრავჯერ მქონდა განცდა რომ აი ახლა არის მთავარი, ანუ ეს არ უნდა შერჩეთ. კი, იცი არის, მე მგონია რომ მაშინ ვერ იაზრებდნენ, აი ამ ლუკას ირადის ამბავს, აი რატომ აქ ესე ჩარჩენილი რა, ანუ მე რო ვფიქრობ ხოლმე ვხვდები რომ ვერ გავიაზრეთ, მოდის მრავლობითი ვიტყვი, რამხელა რაღაცასთან გქონდა ამბავი. ის კი არა რომ უბრალოდ ბავშვი დაკითხეს და მე ამან ტრამვა მიიღო და რაღაც მოხდა. არა, ანუ ამ ამბის მასშტაბურობა და სიმძიმე უბრალოდ ვერ გაიაზრა ქართულმა ხალხმა რა. აი არ ვიცი რამხელა ამბავი იყო. მეორე ამბავი რაც ისეთია, იმიტომ რომ ეგეც ძალიან გუწრფელად ვიტყვი რომ რაღაცა წლების განმავლობაში აი რა ჩვენ თქვი ხო ილექება, გგონია რომ უძლებს შენი ემოციური მდგომარეობა და გგონია რომ თითქოს კარგად ხარ, ჟურნალისტიკასთან ჩვევია ხო? ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობ და უკვე რომ დასვამ წერტილს და გააშუქებ, მერე მოდის ემოცია. ყველაფერი და მე ეგ ემოცია აი ეგეთი მქონდა
ბევრი რაღაცა მე ფსიქოლოგთან რომ დავიწყე სერული აღმოჩნდა რომ თურმე იმდენი სიგიჟე არის ჩემ ტვენში და ეგეთი ამბები ანუ მძიმე რაღაცა კრიმინალური შემთხვევები რაც არ მეგონდა ჩემზე გავლენას თუ ახდენდა მაგრამ თურმე ახდენდა მაგრამ აი პირველი როცა მივხვდი რომ ხა რაღაცები ხდება იყო აი მასე რა ქვია ვაკეში მგვალბახთან იყო ეგეთი შემთხვევა ძალიან მძიმე კრიმინალური ამბავი იყო ბავშვების თვალწინ ბავშვების დედის აი სადისტურად მკვლელობა დედის ქმრის რაღაც მამობილის თუ რაღაცის და მანდაც ძალიან ხა ეს შემთხვევითობა ვის როგორი მეშვება და აი იქვე ვიყავით ეს ამბავი რომ მოხდა სანამ აი სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა და უკვე იქ ვიყავით იმიტომ რომ რაღაც სხვა რაღაც გადაღებაზე ვიყავით მე და ლაშა მომლაძე მაშინ რუსთავერში ვმუშაობდი და იქ ხოიცი უცებ მეზობლები ავიდნენ იქ რაღაცა ნახეს პოლიცია ვინც გამოიძახდა რაღაც ფოტოები არსებობდა მეზობლების ტელეფონში და მე რომ მივედი იქ უცებ აი ერთ წამში ეს ნახე მოკლედ რა და ეხა მაყურებელს არ დავამძიმებ რაღაც კონკრეტ აბაზანაში იყო ეს მომხდარი რაღაც ამბავი და აი მე მქონდა ხოლმე მე ბევრი თვის განმავლობაში რომ აბაზანაში რომ შევდიოდი აი თავს თვალდახუჭული ვერ ვიბან იმიტომ რომ თვალს როგორც კი დავხუჭავდი ბანაობის დროს აბაზანაში ანუ ის კადრი მქონდა მაგრამ ეს ანუ მოკლედ ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმის მიღმა მე ვამბობ რასაც ხედავს მაყურებელი რომ უშუალოდ მიკროფონით გა ჟურნალისტი გიყვება ამბავს ამ დროს მთავარი ამბავი ხო ემოციური რომ თან აი ეს კარგია რომ აღნიშნა იმიტომ რომ ბევრი უყურებს ალბათ ვინც აპირებს ამ პროფესიაში ყოფნას და ანუ ვიდრე ამბის გაშუქებას დაიწყებ და ვიდრე მოიძიებ ინფორმაციას და გადასაღებ მოედანზე რომ მიდიხარ იქ შეიძლება დაგხვდეს ისეთი კადრი რომელმაც აი დაგანგრიოს და სწორედ ასეთ კადრებს ხო რაღაცები კი უნახავთ მაყურებელსაც იქ გაბლარული და ასე შემდეგ ხო იმიტომ რომ ვიცით ეს რეგულაციები და ვითვალისწინებთ წესებს მე სხვა შორის სულ მაგას ვამბობ რა იქ რაღაცა ბევრჯერ ხშირად არის ხოლმე და იყო იქ ჟურნალისტების ლანძღვა და რაღაცები და ამას როგორ ყოფით და აქ ამბავი რა უსისხლოები ხარ თუ რაღაც იმიტომ რომ აი ამას ვამბობდი რომ ეთერში შენი ემოციებისგან დაცლილი უნდა იყო რა მაგრამ ეგ დამიწერია ხშირად და მithქვამს რომ აი ეგ უნდა გაიაზროს მაყურებელმა რომ სანამ რამე კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით და თქვენამდე მოვიტანთ მანამდე ჩვენ ამ ამბებზე ამ ამბებს განვისდით, არ ვიცი, კვდებით, აი როგორ გადაგვაქვს არავინ ერთის და მე რად უჯდება ნებისმიერ ჟურნალისტს, რომ ეგეთი მძიმე ამბავი დადგეს და მაინც შედარებით უემოციოდ მოყვეს. ანუ ამ ამბებს რო ვიხსენებ ერთი ის მინდა ვთქვა, რომ ის ამბავი ცალკე მაქვს ასეთ გადადებული ყველაზე მძიმედ ჟურნალისტურ კარიერაში იყო რომ მე ვიყავი მაშინ მთავარი არხიდან ჟურნალისტი რომელსაც ჰქონდა პირდაპირ ჩართვა მაშინ როცა ლექსო ლაშქარავა გამოასვენეს სახლიდან და მეზრიელი და ეგ ჩართვაც არსებობს ლექსო არის უკანასკნელი მედის წარმომადგენელი რომლის სიცოცხლე შეიწირეს და მაშინაც მოვიხადე ბოდიში ნუ ეგ ძალიან რთული ამბავია ნუ ანუ ვეღარ გავაგზავნე ლაპარაკი და დავიწყე წერილი და ანუ ყურში მეუბნებოდნენ რომ კაი არა უშავს გაჩომდი ეს ხმა ისმოდა და ეგ არის რომ ხო აი რო ვიძახი რომ რაღაცნაირად დაცლილი ხო ისე სხვათა შორის მე რაღაც პერიოდი როცა ახალი ვიყავი პროფესიაში სულ სვამდი კითხვას რომ აი ასეთ დროს როცა ემოცია გეძალება თუნდაც დაუშვათ მხიარული რაღაც ამბის ან რაღაცა ბედნიერებით სავსე ამბის და რაღაც ტრაგედია, მკვლელობა, მით უმეტეს ამ შემთხვევაში ადამიანი მე დავწერე კიდეც და ბევრჯერ მომიყოლია რომ მე და ლექსო ვიყავით კურსელები და ოღონდ არა იმიტომ რომ მხოლოდ არავის შემთხვევაში ეს დაუშვებელია, ანუ არ შეიძლება ადამიანი ასე გამეტებით აი არ ვიცი სცემო, უტყა, რომ მე უცებ გავიდეს რამდენიმე დღე და აღარ არის და ამიტომ ვფიქრობ, იქ ხშირად დამისვამს კითხვა, რომ როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ მე მგონია რომ მაინც ხვასია ცხოვრებაშიც ქეთალობა და მეთანხმები, რომ ჯერ ხო ადამიანები ვართ და მერეა ის პროფესიაც და მე მგონია რომ არ უნდა გავექცეთ ვინც ახლა იწყებთ ხო? კი, ბოდიშიც მოვიხადე, არ ანუ ეგეც ის იყო ძალიან ინსტინქტური, იმიტომ ხომ მაყურებელს რო ტირილი ესმის რაღაც, მაგრამ ну მანდა ხო ისე და ძიმი ამბავი და პლუს კიდე შენზე ხო ანერვიულო და ასე შემდეგ მაგრამ ახლა როცა შენ მეგობარს ეხება საქმე და ამას აშუქებ და რაღაც ანუ ეს იყო არ ვიცი ისეთი ტრაგედია ჩემთვის რომ მე ვიძახდი რომ აი ეგ როგორი მოსაყოლია მაგრამ ვთხოვდი რომ აი რომელზე იწყება ეს რაღაცა პროცესი იმიტომ რომ რაღაც რომ აი ცოტა იყო ზუსტად აი გამოშვება რომ დაიწყო ის ზუსტად ფიქრობდი რომ ეხლა ცდილობ რომ აი მოვრჩე ჩარტოს აი სინქრონები გავიდეს ჭრები და იქნება მაგ დროს იყოს რომ ის ზუსტად არ დამემწყოს და არა ნუ ეგ ისე ზუსტად და ეგ იყო ფოტოებიც არსებობს და ის ვიდეოც საშუალება ხო თუ იქნება საშუალება მოკლედ ან დავადებ ქვემოთ და რომ გაახსენდეს მაყურებელსაც და
იცი რა მინდა ჯერ ერთი ვიდრე მე შემდეგ კითხვას დაგისვამ აუცილებლად უნდა ვახსენო მათე კირვალიძე და აუცილებლად უნდა ვახსენო ნათია ტრაპაიძე იმიტომ რომ ჩემი ორი უახლოესი მეგობარი შენი ორი უახლოესი მეგობარი იმიტომ რომ და მეც მეგობრობ მათთან და არ მახსოვს მე პროტესტი სადაც მე თქვენ აი არ ვიცი მინიმუმ ერთხელ მაინც არ მოგესალმეთ და არ გითხარით გამარჯობა იმიტომ რომ სულ ხედავთ თქვენ სულ იყო კავშირი და რაღაცნაირად ხო ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია როცა ვხედავ იმ ადამიანებს ვინც მიყვარს და ვისაც პატივს ვცემ ორმაგად მნიშვნელოვანი არის ხოლმე მე მათთან ერთად თუნდაც აი რაღაცა მნიშვნელოვანისთვის ბრძოლა იცი რა არის რადგან მე ხაზი გავუსვი ბევრი ადამიანი რომელიც აი პერიოდულად მწერს რომ აი რთულია საქართველოში ასე საქართველოში ისე და იცი ძალიან კარგად ვისი შვილიშვილიც ვარ და სულ ეს მაქვს ხოლმე საპასუხოდ რომ აი იცი რა ბაბუასთვის არ მიმართავს იმისთვის რომ თუნდაც მე არ ვამბობ რომ სოფლიოს გავაცანი თავი ამ პროფესიაში მაგრამ სირთულეზე მინდა კითხო აი როცა იწყებდი კარიერას, აი სირთულე რომელმაც აი დაგაფიქრა რომ მე მგონი არ ღირდა. იმიტომ ბევრს ეშინია და არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ აი ამ პროფესიაში და თან მე სულ ვამბობ რომ მიუხედავად იმისა რომ მრავლად არიან, ურავის მოეწყენება ახლა ამ ფრაზის გამო, მრავლად არიან ქალები, განსაკუთრებით ნიჭიერი ქალები როგორც შენ ხარ, არიან ცოტა და ამიტომ არ დაიხიან უკან. აუ, აი პროფესიაში რამაც მაფიქრებინა რომ აი რატო ხო აი რატო ან აი არ ვიცი სახში მიხვდი და აი შენთვის იფიქრე რომ არა ნუ შევეშვები რამე სხვას მოვძებნე აუ არ ყოფილი არა კეთი მომენტი ეხა იმიტომ რომ მართლა არ ყოფილა იმიტომ რომ აი არასდროს ანუ იმდენად მიყვარს ეს პროფესია და იმდენად აი არ ვიცი ჩემი მაგრამ ეხა მაქვს ეს მომენტი ანუ ის კი არა რომ აღარ მინდა ვერ ვხედავ ჩემ თავს მოდი ძალიან ღიად და პირდაპირ ვერ ვხედავ ჩემ თავს იმის მიუხედავად ანუ არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს მაგრამ ეხლანდელ ნიუსში კი ბატონო ანუ ეხლა საინფორმაციო გამოშვებაში ჩემ თავს ვერ ვხედავ და მიუხედავად იმისა რომ იყო ხო აი ნახე საინფორმაციოში მუშაობდი აშუქებდი კრიმინალს მიყავდა აბსოლუტურად სხვა ფორმატის გადაცემა ეს ბოლოს ვისმობ სადაც ის ჩემი შესავალი სიტყვა შენი მონდომებით წაიკითხე მე ვამბობ აი მე მაგალითად მაქვს ის მომენტი რომ არასდროს ეს ხეც ეს ჩემი სახეზე დატო ეძღვნება ზუსტად ამ პროტესტს რომ აი არასდროს არავინ არ დამინახოს საინფორმაციოში შენ შემთხვევაში სულ სხვა გამოცდილება იყო მე მგონია აი ეს ეთერი იმიტომ რომ სხვადასხვანაირი სტუმარი ერთ დღეს ლაპარაკობ ხო ხტები რეჟიმის ტყვეზე იმავე ეთერში შეიძლება თავისუფლება გაქვედეს აი ხო და სადუფრო კომფორტულად ხარ კი ეგეთი სტილის გადაცემაში თუ ნიუსში? ხო მე მაგალითად ჩემი აზრით ესე რომ მკითხო, გეტყვი რომ რაც უფრო მეტი კი არა, რაც უფრო უსაზღვროა. გავიგე, მაგრამ ჩემი ამბავი არის რომ თავისუფლება მოკლედ ძალიან გიხდება. ხო, მაგრამ მე არ შემიძლია იქ შენის გარეშე. მან და არ არის ეგ. ცოტა ომი გარეთ. ნეტა აღარ იყოს და აღარ მოგვიწევს არასდროს დარბეობის და რაღაცების გაშუქება, მაგრამ აი ჩემე მე მაგალითად ყველას დამცინოდა ცოტა მანიაკალური ხო არ არის? ყველა დამცინოდა იმაზე, რომ ოდესღაც სანამ ჯერ კიდე შესაძლებლობა ჰქონდა და სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, რომ ვიძახდი, რომ ჩემი საყვარელი აი სადაც ვიღაცის პარლამენტში უყარს მუშაობა, ვიღაცის იმაზე, აი შენ სადაც სასამართლო თქო რომ ვიძახდი, ამაზე დამცინოდა, ანუ სასამართლოს ხდომაზე რა. მაშინ არ ფიქრობდი, რომ ამას დახურავდნენ აკრძალავდნენ კამერას და სხვა დროზე ვლაპარაკობ, ანუ ძველ დროზე უხსოვარზე, რომ არავის ანუ არ ესმოდა რომ აი 4 საათი სასამართლოზე როზე ხარ აი რა განიჭებს სიამოვნებას და ანუ ჩემთვის ხო ხანდახან რაღაც პროცესებზე შევდივდი და უბრალოდ ვუსმენდი ხოლმე ანუ რაც არისო გადასაღები შენია ხო იქ ძნობ თავს ხო აი ეგეთ ამბებზე სადაც არის რაღაც ეს ნუ ახლა ეს ყველაფერი კრიმინალთან არის დაკავშირებული ხო სასამართლოს ამბავით წესით უნდა იყოს და ეხლა არ არის დაკავშირებული მაგასთან მაგრამ რეალურად სასამართლოში რომ რაღაც საქმე ესე იგი რაღაცა ამბავი არის აი ეს არის ჩემი რაღაცა შინაგანი მაცოცხლებელი ამბავი და იმის მიუხედავად რომ ეხლა რაც ფორმულაზე გადავედით მე და ბექა მაშინ იყო რომ მხოლოდ ეს იყო თორემ თავარზე ხა წარმოიდგინე შაბათ-კვირას თუჯექი მაგეთერზე სადაც ჩინამდე სრული თავისუფლება მქონდა და პარასკევს ღამე ვიყავი დარბევაზე დილამდე ანუ ორივე ერთად უფრო კარგია და თუ არჩევანია მაშინ ხო უფრო აი მაინც აქეთ მიდის ხო რომ რაღაც გამოიძიე დაასკვენი იქ დეტექტივმა რა თქვა აქეთ ხო საინტერესო ბავშვობამ ხო არ განაპირობა აი ზოგი არ ვიცი არის ხო რომ ბავშვობიდან დეტექტივებს კითხულობს და რაღაცა აა პირიქით ანუ არანაირ დეტექტივს არ კითხულობ და დიდად არ მიზიდავს არც ახლა დეტექტივების კითხვა კითხვას რაც შეეხება სერიალი რამე ნანახი თუ მაქვს რამე თუ არსებობს საერთოდ ყველაფერი მაგაზია არის სხვა სერიალი არ მაქვს ნანახი და არც ფილმი მაგრამ მან და ამბავი არის რომ
არა, ბავშვობამ განაპირობა ერთ-ერთი ის, რომ ამ პროფესიაში ვარ, იმიტომ რომ რაღაცა აი ეს კიდევ სულ გინდოდა რომ ყოფილიყავი, იმიტომ რომ მე მქონდა ასეთ შემთხვევა, რომ მეჭირა ეს ძველი, აი დეზადორი ეს ძველი ფრაზავისაც ახსოვს ბაზრობებიდან, პამადა ბრიტვა, აი ეს ძველი ქილა დეოდორანტის, რომელიც იყო თითქოს მიკროფონი და სულ ვიყავი ჩართვაზე. მე ეს ოღონდ ხდებოდა 4-5 წლიდან, აი პატარა ძალიან რაღაცა კურიერის წამყვანები რო იყო, რაც მე იმ ფაქტებსაც რო ვიმუშავე, იქ ცალკე სიგიჟე იყო ჩემთვის, ვაფშე ზოგადად უბრალოდ ჟარგონისთვის, იმაზე რომ გადავედი რა ცხოვრების რაღაც ეტაპზე და რუსთავიაში იმ ადამიანებთან ერთად რომელსაც ტელევიზორში რო უყურებ და მე აი ეს დიზადორი ის მეჭირა და ვითომ მეჩერთოზე ყავ ამ ხალხთან ერთად რო ვიმუშავე, იქ ცალკე ამბავი იყო და გამოცდილება ჩემთვის, მაგრამ ხო აი იგი ხედა ჩემსაც რომ მოაყოლა იქ რაღაცა თხუჯინებით და მანქანებით და ასე შემდეგ ანუ არ ვიყავი ან ამას ვაკეთებდი ვითომ ეთერში და მე ვერ წარმომიდგენია ვინმე რომ მითხრას, ოღონდ მე თვითონ ეგეთი ვიყავი, რაღაც პერიოდი მქონდა დედა ჩემო მითხრა რომ აი მილიონი სათამაშო ხო ქონდაო და აი რაღაცა ერთი პატარა ჯოხისნა 100 სანტის ღერი რომ მოეცათა შეიძლება იმ ერთი 100 სანტის ღერით გეთამაშა და არა მანქანებით რომელიც პულტით და შენ ეხა რომ მითხრა რომ მე ვიყავი ესეთი ძალიან მშვიდი წყნარი ბავშვიო ვერ დავიჯერე ხო არ ვიყავი ხო აი რას გახსენებს ბავშვო ვიცი რატომ მე სულ ამბობ რომ რაღაცნაირი თაობა ვარ მიუხედავად იმისა რომ პლუს მინუს რაღაც ხაობა არის რაღაცა სულ ბრძოლაში, მართლა სულ ბრძოლაში ვართ. კი, აი იცი რა არის სადღაც ალბათ მე რომ მე-9 კლასამდე არ ვიყავი ბრძოლაში, გულისხმობ ესე რაღაცა იმაში. თორემ მე-9 კლასს მე ბრძოლაში ვარ სულ. ოღონდ არ გულისხმობ ამას მარტო გარეთ და რაღაცა ქუჩაში და ხელისუფლების წინააღმდეგ და ვიღაც წინააღმდეგ ბრძოლაში. აი რაღაცა, იმიტომ რომ მე რომ აი მაგ ასაკში რო ვიყავი, მაშინ შეიცვალა რაღაცები, მაშინ დაიწყო სხვანაირი განვითარება და შესაბამისად ბრძოლა ეგეც რომ რაღაცა ახალ ზონდა გადაიწყო. სხვა ფორმაციიდან სხვა დროში აღმოჩნდეს. ხო, და რა თქმა უნდა, ეგეც ბრძოლა არის რაღაც ყველაფერთან, გამოწვევებთან. ან კარგისკენ შეიძლება, მაგრამ მაინც ბრძოლაში ხარ და დანარჩენი მე ხა სკოლა დავამთავრე მე 2012 წელს და 2012-ის მერე აი ამ წამამდე ვარ ომში ჩვეულებრივად სულ და შესაბამისად მე მგონი ანუ სულ მაგას ვამბობ რომ ეს რაღაცები რომ დამთავრდება და აუცილებლად დამთავრდება და ისეთი შვიდი ცხოვრება იქნება რა უნდა ვაკეთო თქო და სადმე უნდა წავიდე არა მე გეტყვი სადმე უნდა წავიდე სხვა ქვეყანაში და ბრძოლა იქნება რაღაცა უნდა ვიომოყო კი იცი რა მითხარი უფრო მეტად დამღლელია ზოგადად აი შენთვის ერთი ადამიანისთვის ქეთა ციცკიშვილისთვის ბრძოლის აი სხვადასხვა ფაზართან ხო აი ძალიან მოტივირებული ხარ მე თითქოს იმედგაცრუებული მე ისე მოდის ახალი ძალა აი შენთვის როგორც ერთი მოქალაქისთვის უფრო მეტად ბრძოლის პროცესი არის დამღლელი თუ მიზნისკენ სავალ გზაზე უფრო მეტი მოტივაციის მომცემი ეგ სულ ერთი და იგივე არ არის. ანუ ხანდახან დამღლელია ხოლმე, ანუ რაღაც პერიოდები მაქვს, მქონია მე და იცი შენ ეგ და არ ვიცი. საჯაროთაც დამიწერია, მათ შორის სოციალურ ქსელშიც, რომ იყო პერიოდები, ნუ ეხა ამ ეტაპზე აი მაგას ვფიქრობ, რომ რაღაც მიზნისკენ სავალი გზა ცოტა გრძელია, მაგრამ არა უშავს, მაგრამ აი რაღაცა 2024-25 რო დადგა, ანუ აი ახალი დაჭერილები ყავით ყველა თქვენ და იქ მთავარი არხი დაიხურა თებერვალში, იქ რაღაცა სხვა ბევრი მიმართულება იყო, მაშინ ფიქრობდი რა, მაშინ ცუდად ვიყავი. შენ დაგიჭირეს და იცი რა, პირველი ფრაზა ბოდიში რო გაწყვეტინებ, ფრაზა რომელიც რო დაგირეკე ტყვეობიდან და პირველი რაც მკითხე, არის გახსოვს თუ არა და მე მახსოვს რა იყო, რა გამიტრაკეთ ამ კაცებმა, იმიტომ რომ ლაშაზეც ხო იყო ამ რეჟიმის რაღაცა წნეხი და აშუქებდი იმ ამბებსაც. მე ლაშას ამბობ, მე მგონი ანუ ჩემ მაშინ წლების წინ და ნეტა ის ამბობ, მე ეგ როგორ თქვა, მაგრამ ნეტა ეგეთი ამბები მქონდეს გაწაშუქებელი, ეხლა და ერთ ლაშას მომერეო. ხო, ერთ ლაშას ამბავს, ანუ გულწრფელად მე ჩემზე კარგად ვინ იცის ეხლა. ლაშა არ ჩაუგდიათ და აღარ იკადრეს იმ დროს, ანუ არ გამოავლინეს ეს კლანჭები და ხო და აი დეპრესიაზე ამბობდი და რადგან თავად ახსენა მე არ შევეხებოდი რა თქმა უნდა ბევრი ადამიანი განიცდის აი ამ რაღაცნაირი იმაშია აი ნაჭუჭი კი არ არის უბრალოდ აი ოღონდ არ აქვს კარი მოხრული არის ფანჯრები ანუ იცის ყველაფერს აკვირდება ყველაფერს აკონტროლებს საქმის კურსშია მაგრამ ალბათ ბევრისთვის იქნება მნიშვნელოვანი რა ყველაზე სწორი რა არის მოდი აი ეს დავსვიქით ასეთ დროს როცა დამძიმდები ჩემი დამძიმების ამბავი იყო ის რომ ერთდროულად აი დილით გავიღვიძე და ერთდროულად ჩამოიშალა ყველაფერი მართლა სამსახურიდან დაწყებული სხვა ყველაფერი დამთავრებული რაღაც ძალიან რთული პერიოდი იყო აი მაშინ იყო ის პერიოდი რომ
აი საწოლში დაწაკი გადაბრუნდა იფარე, ადექი ისო დაწაკი, ანუ აი მეც არც არ ვაკეთებდი, მაგრამ მე რაღაცა ეტაპის, მე იმის მიუხედავად რომ მე არ ვიყავი კარგად, ეგ არ იყო ერთი კვირით ჩაწაკი ადექი, უბრალოდ რაღაცა პერიოდი მართლა რო ვიწექი და გარეთ არ გამოვიდიოდი და შემდეგ მე აი ხო იცი მანდაც ეგ არის რა საკუთარ ეგ ტიპაჟზეც არ დამკვირვე, შეიძლება ვინმეს დახმარება დაგჭირდეს და ეგ ოკეია, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა დღეს დავდივარ ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ ისე ვისი არ ჩავწა როგორც მაშინ იყო. მაგრამ აი პერიოდში ჩაწოლილი რო ვიყავი, ეგ ტვინის ის არ გაქვს რო ან შენ თვითონ და დაეხმარო შენ თავს, ან და მიხვდე რომ დახმარება გჭირდება. ხო, ალბათ რაღაც ფაზა როცა არ იღებ არაფერს. მაშინ აი მე მქონდა ეგ რომ მოდი მე თვითონ უნდა ვქნა, იმიტომ რომ ეხაც რადგან YouTube გადაცემა ამოდეთ, ანუ ხა ვინ არ ყოფილა ვინც წამალსაც ვსვავდა, გინდა დამამშვიდებელს და ან ფოთის მომხსნას და შემდეგ, მათ შორის სიგარეტსაც ვეწევი. ის პერიოდი იყო, რომ აი რაღაც მომენტში აი ცოტა თავი რო გადმოყავი საწოლი და ვთქვი, რომ ეხლა მე აღარც წამალს დავლევ, აღარცას მოსდავლევ, აღარც სიგარეტს აღარ მოწევ და აი ესე უზებ ამ ისედაც ძალიან მძიმე დეპრესიაში მყოფმა, აი ეს ყველა მშველელი ბჭყალებში, რა თქმა უნდა, შევიზღუდე და ჩემი მეგობრების ძალიან დაჟინებული მოთხოვნით დამტკიცება საკუთარ თავთან, რომ დიახაც ყველაფერს მოვერევი. და მაინც მოვერევი და ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით, რომ უბრალოდ სახელან რაღაცაზე მაინც რო გამოხვიდე და დავიწყე სიარული ბოქსზე. მოგიხდა ისე. კი, დაახლოებით 5 თვე ვიყავი აუ და რა მითხარი ცოტა კოცების მიმართ რა ბრაზიც ყველას გვაქვს, ეგ ბრაზიც ხო გამოდის ამ დროს. მოგწევ ვიდეოს და ჩასვი ამ ნაწილში ახლა ეს ბოქსის ბურთს მივაბი და იმას კალაძეს და იმის ბიზნესისა და იმას ვურტყავ. ხო და შესაბამისად, ნუ შეიძლება ჩაწოლილი დეპრესია მქონდა რაღაცა 1 თვე, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი და არ ვიყავი კარგად, ალბათ 5 თვე. აი შარშან ზაფხულში ნელ-ნელა აი გამოვედი მდგომარეობიდან ისიც ჩემი მეგობრების დახმარებით, მაგრამ აი რო ავდექი და ამ მდგომარეობაში ეგეც ცალკე სიგიჟეა, ალბათ ახლა ყველას ეს არ შეუძლია, უბრალოდ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიძახდი. სულ ფიქრობდი, ანუ მე რა მაქვს ადარდებელი, ის ციხეშია, აი დედამ მარინამ რა ქნას, ლიკამ რა ქნას, იმის მიმინაშვილის დედამ რა ქნას და ასე შემდეგ და აი ნანიმ და მარიზიმ და აი ეს ფიქრები რომ მქონდა რომ ანუ ეხლა საერთოდ როგორ აძლევ შენ თავისუფლებას, რომ უბრალოდ ღამე იწვე და არ გახვიდე და აი ვდგებოდი. ოდეს ჩემთვის რამ ხლა ძალის ხმევა იყო. იცი მივიცმევდი 8 საათზე მოვიდიოდი აქციაზე, 11-ზე მივიდიოდი, წვებოდი, ისე აი ეს 3 საათი ქონდა რომ უნდა მივსულიყავი. ხო, გათვლილად. მაშინ ეგ პერიოდზე სასამართლოებზეც ვერ დავდიოდი ეგრე აქტიურად რა, მაგრამ აქციებზე მივიდიოდი და ნუ მე უკვე ცოტა რაღაც გარეთ გამოსვლა დავიწყე და მაინც რო ესე გარეთ ვიღაცა რო შემხედა და კაი შეერა დეპრესია და ამას რომ ეტყოდა და ოკეი ვიყავი, კაი არა უშავს, უკვე ყველგან დავდიოდი, მაგრამ ნუ თან რაზე მეცნიერება სასაცილო რეალურად არ არის, მაგრამ მე რამდენი რესპონდენტი ხარ უკვე ამ ჩემი გადაცემის და ყველა რესპონდენტთან არის ასე, აი ხო თითქოს გადმოვედი პროფესიიდან და დავიწყეთ საუბარი და ანუ რაც არ უნდა რანაირ კითხვაც არ უნდა დავსვალღოთ ყველასთან. მე ვამბობ, დედა ჩემი იყო, ან თან სულ მეგობრებს გწერთ, ვისთანაც მეგობრობ და ნუ ეს რაღაცნაირი ნიშა მაქვს ასეთი, რომ რატო ველაპარაკო უცხო ადამიანებს, ჯერ როცა მაქვს რაღაც ისა მეც მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენდამი და რა კითხვაც არ უნდა დავსვა, ბოლოს მაინც, აი ხო იცი, ბოლო აი ვერ შეუმფრენი თუ რაც ქვია რომ ჯდება სადღაც დასაფრენ ბილიკზე, არის ეს თემა, აი პოლიტიკა, ის რეალობა რომ გამოშიც ვარ და ხო. ნახე, მაგასაც ეხა მე რო გელაპარაკო შენ რომ დასასვენებლად ვიყავი და რა კაი იყო და რო ის და არა, სხვა რო ამაზე ხა ხო არა, კი შეიძლება კაცო დასასვენებლადაც ვიყავი, ეგ კი არ არის, მაგრამ ანუ არ არის ეგ ჩვენი რეალობა. იქაც მაინც ეს ფიქრი მიყვება. ხო, ყველაზე იმიტომ ვერ ისვენებ მე ვერას დროს. ქეთა იცი რა არის, აი მე ბევრჯერ მithქვამ შენთვის და მე სულ მეუბნები რომ აი კი არა სულ მიწევს იმის მტკიცება რომ მეგობარი რომ ხარ და რომ ხარ ამიტომ კი არა, მაგრამ აი რაღაც აიკონიკ აი არის განსაკუთრებით ინგლისურენოვან საზოგადოებაში ეს ტერმინი ისეთ ძალიან გავრცელებული და რაღაცა ესეთი ნუ ვარსკვლავური არ ვიცი როგორ გადავთარგმნო ზუსტად ქართულად, მაგრამ ნიშიურიც არა. მოკლედ აი ვარსკვლავებს რომ შარავანდები აქვს, რაღაცა მე ასე გიყურებს, ანუ ეხლაც მაშინაც როცა არა ხო რაღაცნაირად და იცი რანაირად ვიკითხო ეს არ ვიცი, ალბათ გამართლება უფრო მეტი იყო შენს საქმიანობაში, შენი შრომის მოყოლება თუ უბრალოდ აი გიჟურის სიყვარული შენი პროფესიის. აი მე გეტყვი ხარ, არ გიმართლებს თუ არ გაქვს გიჟურის სიყვარული. იმიტომ რომ ნახე მე მაგალითად რომ დავიწყე ოდესღაც მუშაობა, იქ ტელეპიროლში ვმუშაობდი, ხა ნუ მაშინ მithumetes ეხა რა თქმა უნდა, მაშინ იყო რუსთავიერში მოხვედრა სხვანაირი ამბავი პროფესიულად ჟურნალისტისთვის რა და ნახე ეგ არის გამართლება.
ეხებაც, რომ მაგალითად მაშინ ნიკა გვარამიან და ზალიკო უდუმაშვილმა სადღაც გადაღებაზე დამინახეს და იფიქრეს, რომ ეგ არის გამართლება რო დაგინახეს, მაგრამ რო იფიქრეს, რომ ეს რუსთავიერის გუნდის წევრი უნდა იყოს, ეს არის უკვე შენი სიყვარული და დამოკიდებულება შენი პროფესიისადმი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა დაენახათ, ბევრი ჟურნალისტი დაინახეს, იმიტომ რომ გადაღებაზე, რა ვიცი, 1000 კაცი ნახეს, მაგრამ იფიქრეს ჩემზე, რომ ეს უნდა იყოს კურიერის წევრი და ეგ ნაწილი არის უკვე შენი მონდომების და შენი მაგაში გეთახმები, ანუ შენ როგორ გიყვარს შენი პროფესია, ეს გემჩნევა. რა თქმა უნდა. ეს კითხვა არავისთვის არ მიკითხავს, სხვათა შორის პრივატულ საუბრებშიც და პირველი შენთან უნდა დავსვა. რა ემოცია მაშინ, როდესაც უყურებ იმ ლოგოს, რომელიც გეჭირა შენ წლების წინ და ახლა ეს ლოგო ემსახურება პროპაგანდას და დეზინფორმაციას. არ იცი რომ საერთოდ არ შემიძლია. ნუ ხომ მოგიკრავს თვალი. მომიკრავს თვალი არა, მისმენია, ჩემი ეხა კოლეგები აღარ არიან ეგენი, მაგრამ ოდესღაც კოლეგა იყო ჩემი. ანუ გულისხმობ რა ის ეხა კოლეგებად არ ვთვლი. კი ბატონო. მომიკრავს თვალი არა, გამიზნულად ჩამერთავს. ძველ დროს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მეგობარის და ძალიან ბევრი რამე მან მასწავლა, ბევრი მიმართულებით ამ პროფესიაში, მისგან ვისწავლე რაღაცები. ჩამერთავს გამიზნულად კონკრეტული რაღაცა გადაცემები, რომ მენახა რა დონეზე შეუძლია ადამიანს დაცემა. ანუ რა მხელაზე შეუძლია რომ ან რო დარწმუნდე რომ ხო არ მეჩვენება ეგრე. ხო, რო დარწმუნდე და ბევრ ჯერ მინახავს რაღაც ერთი და იგივე ის რაღაცა, რასაც ამბობდა, რომ მეთქი ანუ იქნება რაღაც წერტილი არასწორად დასვა და იქნება ის სხვა არის, იმიტომ რომ სათავიდან არ მინდოდა რომ დამეჯერებინა რომ ადამიანები, მაგრამ აი მაგიტო ჩამერთავს ერთადერთი და აი როგორ ჩამწყდა გული, იცი თავიდან, აი იცი როგორ თან არ უგუნდები, იმიტომ რომ არა, თავიდან გამოგონი, მაგრამ მე უკვე აღარ. გახსოვს დავუშვათ ერთსა და იმა, მაგალითად ზალადობაზე, რა უთქვამს ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც ასეთ არ ვიცი, ჟურნალისტიკაში როცა ხარ, იქ ცოტა სხვა პასუხისმგებლობებია კიდე და სწორედ ამაზე ვცდილობდი, რომ აი რამდენიმე წუთის წინ გველაპარაკა და ძალიან კარგად ახსენი. მე ვამბობ, რომ ეს ადამიანები გუშინ წინ რომ აპროტესტებდნენ ზალადობას, ოღონდ მიკროფონით ხელში და სხვას უყვებოდნენ, რომ ეს არ მოსულა, დღეს თითქოს მოუწოდებენ და თითქოს აი ეს მავნებს ხო? ვიცი რა, მე სულ ვფიქრობ ხოლმე მაგაზე, რომ ეს ადამიანები მაშინ თამაშობდნენ და სულ ესეთები იყვნენ, თუ ანუ მაშინაც ესეთები იყვნენ, თუ არა, ანუ მართლა აწუხებდათ რაღაც და მე რა ვიცი, დრო მოიტანა მათთვის და ეხა ესე აწყობთ, მაგრამ მანდაც რა არის, იცი, ეხლა ვიღაცა იყო ადრეს პერიოდები გახსოვს, აი, ოდე რომ აი ეხა ამას იქ უფრო დიდი ხალხს ეხდა, ნუ კაი იყოს თქვა და არ გქონდა დიდი რაღაც ნუ წინააღმდეგობა კი არა, ნუ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ოკეი, რა ვიცი ხა ამას, მაგრამ ეხა მაგას ვერ ვხვდები, ანუ ეხა უკვე დავწუნდი, რომ ეს ადამიანები იყავენ ესეთები, უბრალოდ ეხლა გამოჩნდნენ და მაშინ არ იყო ის საჭიროება, რომ აი ეს საკუთარი თავი გამოევლინათ. და ნახე რას ვიძახი, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ის მაშინ რაც საკეთებდნენ, საკუთარი გადმოსახედიდან თავიანთი ის ვერსია მოსწონდათ, ეს არ არსებობს რომ მოსწონდეთ, მაგრამ უბრალოდ ესეთები არის. მეც გონია საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩები და აი ამას ნახავ, თან მით უმეტეს იქ იცის ხო, როგორც შენ გახსოვს რომ ესე შეხედავ, აი რა სამწუხაროა რომ ესეთი ვარ და არ მომწონს, ანუ უნდა აღიარებდეს საკუთარ თავთან რომ ესეთები არიან და მაშინ ამის აღიარების იცი რა არის საჭიროება არისო, იმიტომ რომ ის რაც ქონდა შექმნილი, ის კარგი იყო, მათი გადმოსახედიდან საკუთარ თავს რო უყურებდნენ, რომ არა კარგიო არა, მაგრამ ეს იყო თამაში ალბათ. ანუ მე ესეთი დასკვნა გავაკეთე საბოლოოდ. ესეთი ფრაგმენტული თუ ბლიც თუ რაღაცნაირი უცე პასუხი მინდა. უფრო მეტად დედას ირეკლავ თუ მამას? დედას? ხო მე რაღაც მახსოვს, მაშინ მამასთან მიდიოდი, მე მგონი ამერიკაში ხო? არა, საფრანგეთში. თუ საფრანგეთში ხო, ბოდიში. ანუ ამერიკა ხო? ჩემი მიდიოდი, მე არ წავედი. კი ბატონო. ხო და არა, იმიტომ რომ მე მამასთან ესეთი კონტაქტი არ მოხსნა ვარ. არა, თუ დამაჩენ, ხო, არ გაკეთებია რა. ხო და ვიცნობ დედას და მე რაღაცა მგონია რომ აი რაღაცნაირად ხასიათით, რაღაც დამოკიდებულებებით ძალიან ახლოს ხარ დედას. ეს ისე ხო რა. კი, დედა, კი, იმიტომ რომ მამაჩემი არის უმშვიდესი, უწყნარესი, ბევრს არ საუბრობს, მოკლედ რადიკალურად განსხვავებულია დინჯი ჩემგან და მამაჩემს ყავს ჩემი ძმა. კეთა მუდმივი კითხვა, მე თანამედროვე დედებთან ცოტა სხვანაირად უყურებ, თან იყო ჟურნალისტიკაში ცოტა სხვა რაღაცა, აი ვინმეს თუ გონია რომ აი რაღაც პათეტიკაა ხოლმე როცა ვამბობთ რომ ეს ჩვენი სახლია და დაუშვათ ტელევიზია თუ სტუდია თუ ჩვენი საქმე, ანუ არ არის მოგონილი ფრაზები და ამაზე კითხვა არ მაქვს, უბრალოდ მინდა კითხო ის რომ შენი უსაყვარლესი, ულამაზესი, უჭკვიანესი შვილის შემთხვევაში როგორ ხდება, იმიტომ რომ ძირითადად ჟურნალისტ დედებს
საყვედურობენ აი ამ უდროობას, რომ ვერ ხედავ, იმიტომ რომ იმდენად სასიამოვნოა, იმიტომ რომ სულ მაქვს აი პირველი რესპონდენტი ხარ ჟურნალისტებში და ახსენი უკვე რატომაც, მაგრამ ნახე რატო ვკითხულობ ამას, იმდენად შეიძლება აი ერთი გადაღებიდან აღმოჩნდა მეორეზე, მეორედან მესამეზე, რომ პრაქტიკულად ვერ შეირბინო არა თუ შეხვიდე და დაისვენო და დაელაპარაკო შვილს და აი როგორ აღხებხებ ამას იყო თანამედროვე დედა. აი ეხა ნახე მან და ამბავი რა არის, იქ ყველაფერი გამოვტოვე, ლილეს ცხოვრების, ესე იგი რო დაიბადა, ლილეს მოკითხა, რო დაიბადა მაშინდელიდან აქამდე ახლა მთლიანად გამოტოვებული რა თქმა უნდა არ მაქვს, მაგრამ ძირითადი ნაწილები გამოტოვებული მაქვს და ეს იყო მამამისზე, დედაჩემზე და მამამისის დედაზე, მეორე ბებიაზე და ჩვენ ორივეს ბებია ბაბუებზე. ჩემი და თორნიკეს ბებია ბაბუები, ანუ ბევრი ბებია ბაბუები ყავს მოკლედ ლილეს, მაგრამ და იმათი დამსახურებაა, რომ რაღაც ანუ ჩემი გამოტოვებული იმათმა შეავსეს მთლიანად. და რა არიცი? ის ასაკი, ყველა ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეხლა არის გარდატეხი, ანუ აი თინში შედის რა, ეხლა 13-ის ხდება და ეხლა აი ბოლო რაც ნიუსზე აღარ ვარ, აი ნიუსის ჟურნალისტი. იმიტომ ნიუსზე ეხლა როცა სტუდიაში ხარ წაიყვან და უშუალოდ შვილს შენთან ერთად იქნება, რომ დარბი ხარ. არა, მეტი დროც გაქვს და რაღაცნაირად და როცა ხარ ნიუსზე ხარ და დილით 9-ზე გადიხარ სახელიდან და საღამოს 10-ზე ან შედიხარ, ან ვერ ან მეორე დილით შედიხარ და ასე შემდეგ ეს ახლა სხვა რაღაცა. და ეხლა ბოლო წელიწად ნახევარია რაც ნიუსზე აღარ ვარ. მისთვის მაგ რა თქმა უნდა უფრო მეტი დრო და ხვდები რომ კიდე კაი, იმიტომ რომ ეხა არის ის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მისთვის, სადაც მართლა ჭირდება რომ მშობლის აი რაღაც საყვედური. აი რაზე უწუწუნია. საყვედური არ ვთქვამს, იმიტომ რომ დაბადებიდან ან წარმოგიდგენთ და იმ წამიდან მე მუშაობ რა, ანუ ურითო ვიყავი სახლში, მაგრამ იმდენად ყოველდღიურობა და ჩვეული ცხოვრების სტილია ეს ალბათ ვერ წარმოუდგენია რომ აი დედა რომელიც დილით რაცა სახლში ამდენი ხანი მე მიდის და მე საღამოს 7-ზე უკარ მოდის ანუ ალბათ ვერ წარმოუდგენია საყვედური არა მაგრამ აი ვთქვამს რომ რაღაც ოღონდ პატარა რო იყო ხა არა მე ვიდეოებით მაგათმა შენ არ უნდა მოგცენ ჰოლიდეი აი ესეთი ფრაზები ვთქვამს და მე მაშინ ვხსოვდი რომ ის ვერ მომწევენ ისინი ჰოლიდეის თუ რაღაცა იმიტომ რომ ესე ვაპარაკობ ხო არა დასვენებას იმიტომ რომ ეს არის ჩემის და ამას იმდენად ისე ვაკეთებ და სულ ვხსნიდი რომ ეს არის ჩემი საქმე სულ რასაც უყურებს ეგაა ჩემი საქმე და მართლა ვერ წარმოუდგენია ალბათ მაგრამ ეხლა რაც გაიზარდა ცოტა სხვანაირი ის მაგრამ საყვედური არ ვთქვა შეუქიხარ ხშირად თუ უფრო მეტად შენიშვნა მოუწია თუ შენიშვნის მოცემა ანუ პროფესიის ხო მე ვხვდი ეკრანზე რო ხედავს არიცის და არა შენიშვნა არა მაგრამ არც ესე შეფაზე დიდად არ შემოწმ მაგრამ შეიძლება რა კაი იყო ან რაღაც მაგრამ რაღაცებს რო უყურებს ეს გასაკუთრებით ბოლო 2 წელს განმავლობაში თან რაც თვითონ უფრო გაიზარდა და ამ ყველაფერს აღიქვამს უფრო აქტიურად უყურებ და უფრო ნერვიულობდა ხოლმე და ამ ნერვიულობის დროს ანუ მაგას ეს პერიოდში მოუწია ამ ყველაფერს ყურება რომ ნერვიულობის დროს ალბათ კარგი იყო ან შენიშვნას ანუ იმდენად ნერვიულობაშია რომ რაც ან კარგი ან ცუდეს ვერ გეტყვით მაგრამ ესე რო ვთქვა ეს ძალიან იამაყება ჩემი პროფესია და ზოგადად ეს ჩემი პროფესიული გზა იმიტომ რომ ამას ამბობს ხოლმე სხვებთან მოწონს ალბათ მეგობრებთან ამბობს კი ჩვეულებრივი ამბავია იცი რა მაინტერესებს არის რამე ისეთი რაც გამოიარე გამოცადა შენ და არც ერთ შემთხვევაში არ გინდა რომ გამოცადა შენმა შვილმა კი რომ აი ეს არ მინდა რომ მაგალითად არ მინდა რომ რუსთაველზე სამართლის წინააღმდეგ ანუ არ მინდა რომ რუსთაველზე იდგეს იმის ჯერ ერთი ნახე რა არის არ გამოცადოს არა უკვე მაგის გამოცდაში არის იმიტომ რომ ხა 12-13 წლის ბავშვს ხა კი ზუსტად ის რაც ხდება და სკოლაში რაღაცა პრეზენტაციები რო აქვს საქართველოსზე და ასე როგორ წარმოგიდგენია და მე მგონი ლილე იყო ხო რაღაცა ევროპაზე კი როგორ გინდა იყოს რაღაცა შენი მომავალი საქართველოს ბიზნეს გარეშე რუსების გარეშე და ეს არის ბავშვები შესაბამისად ამას ვეღარ ვიტყვი ეგ არ მინდა რომ გამოცადოს თქო იმიტომ რომ გამოცდილი აქვს უკვე რაღაც დოზით რაც ბავშვ ან მაინც ამასაკისთვის ისაა მაგრამ არა არ მინდა გამოცადოს რომ უყუროს მეგობრის არ ვიცი სიკვდილს მათ შორის დაჭერას და ამ ყველაფერში იგულისხმება უსამართლობა რასაც ეხაც ხედავს მაგრამ რო იზრდები
სხვანაირად მტკივნეული არის და სხვანაირად აღიქვამ. ეს არ მინდა რომ ნახოს და ზუსტად იმიტომ არ ვიცი ვიკლავთ ახლა თავს რომ არ მინდა რომ ლილიმ 18 წლის ასაკში ეგ ნახოს. რასაც ჩვენ გავდივართ ყველაფერი მოიაზრება ამაში. ყველაფერი მოიაზრება, ოღონდ გინდაც არ ვიცი ჟურნალისტიკის ნაწილში, გინდათ მსახიობების, გინდათ ყველა ნაწილში. ანუ მინდა რომ თეატრში შეეძლოს სიარული. მოусმინოს, წავიდეს და ხატოს, იცეკვოს, ყველაფერი გააკეთოს და ოღონდ არავინ არ თქვას ეს რომ მე რაღაც მხრივ ამბობ ხოლმე რომ კი იმუნიტეტი გვაქვს, იმიტომ რომ გამოვიარეთ ის ჩვენი წარსული, ანუ გავძლიერდით სხვადასხვა ჩვენმა მშობლებმა ჩვენი მშობლების გადმოცემით. მაგრამ ნახე სულ ამბობ რომ ანუ არ არის სავალდებულო, ანუ სხვა გზითაც შეიძლება გავაძლიეროთ საკუთარი თავი და ასე არ იყოს. ეს კითხვა არ მინდა რომ დამავიწყდეს რაღაცნაირად, ხოიცი თანმიმდევრობას მაინც არ აქვს მნიშვნელობა. YouTube-ს ხანარი მაყურებელი ყავს და ურჩევნია გულწრფელი ვიდრე რაღაც აი თანმიმდევრობა ჩამოწერილი. მე მაინტერესებს, იმიტომ რომ თუ ვინმე მარიცის და თუ მაგალითად კრიმინალის დროს ცრემლი შეგიმჩნევიათ ან მისი სერიოზული გამომეტყველება, მოკლედ სულ გადაობ, ბევრ რაღაცაზე გადაობ, მე ვამბობ, როცა არის საშუალება, რა თქმა უნდა, ადეკვატურად და მე მაინტერესებს აი შენნაირი ხასიათის მქონე ადამიანის ქალის რეაქცია, ჟურნალისტი ქალის, რომელსაც აი უბრალოდ პასუხია, შენ ის არა ხარ კაცო ნაცების თუ ესეც ხო იყო ხო გამოვლილი გაქვს და ან ახლა რა გაქვს პასუხი და ან იმ დროს როგორ რეაგირებ ხოლმე, ან არ ვიცი დაუწერიათ, მოუძახებიათ. ნახე, ანუ აი ეგეთ რაღაცებზე რომ შენ ნაცი არ ხარ და შენ იმასთან რომ მუშაობ და რა გაქვს, ან ძირითადად აი სოციალურ ქსელში ეგეთ კომენტარებს პასუხს არ მკერს არის რა ვიცი, აი რო დავინახავ რომ მაგით იწყება, ეგრევე ეს არის, ანუ არ ვკითხულობ ბოლომდე. მოძახებადეს, ანუ აი რაღაცა პერიოდები იყო, რომ აი რაღაცა დარბეობის დროსაც მოუძახებიათ აი რაღაცები და მაგრამ მაგას ხვდები რომ აკეთებენ არა რეალური კი როგორც საგადო მომაძახეს მე და უბრალოდ ვერ მოვასწრებ მაგაზე გადავალეთ ზუსტად ეს შენ რასაც იძახი რომ კორექტულად რომ გაძახებენ რომ ნაცი ხარ თუ ის ხარ ანუ კაი ანუ ნაცობაში თუ ისითულება რომ რა ვიცი ჩემი ქვეყნის ის უბრალოდ ვიყო ნაცი ანუ არ მაქვს პრობლემა მთავარია ხოცი არ ვიყო თორე დანარჩენ ყველაფერს ავიტან და აი რა შეიძლება ეგეთ მოძახებებს რაც ჩვენ წეღანთ მივაძახეთ სინქრონში ხო და ხო აი ეგ არის ხოლმე ჩემი პასუხი იმიტომ რომ არ ვიცი ხა ვიღაცა იტყვის რომ უზრდელია ის არის მაგრამ ნახე აი მანდ ეგ მაქვს მე რა ვქნა თავიდანვე დილობა მოითხოვოს არა თავიდან ხო მკითხე შენი ხასიათის გატოვდა ჩემი ხასიათი ეგ არის რომ მანქანიდან რაღაცას რომ მოძახებენ აი ის მანქანა ხა იქ ოეზე პასუხი არის ოე ფეხით ვერ დავეწევდი თორე რო გაიჩერებინა ის შუქრიშანი რო ყოფილიყო აი მიქნია ეგ ოღონდ აი თამარ მეფეზე მაგალითად რომ აი გადმოდი ეხა მანქანიდან და არიან ბოდიში და ჩაპუყულები და ვერ გადმოდიან იმიტომ რომ მაგის տարაკი არა ხო ამასაც ხაზი უნდა უხსნათ რომ ხო აი თბილისის ხედზე აი ახალგზას რომ უწოდებთ მამა დავითის მთის ძირში იქ არსად არ არის დაბკოლება ანუ შუქნიშნის და აი მანქანიდან ცოტა ვერტელა კაცის მსგავსი კომენტარით ხარ მე პასუხს რო დაგიბრუნებ იგივეს ან იგივე და თან რომ მირბიხარ და თან მე აი ეს დილობა ზრდილობიანად მოგვექეცით და მეიღებს დილობიან პასუხს და ხო რაღაც მე არ მაქვს ხო იცი სულ ამბობ რომ ხა და არ მაქვს ხოლმე მაგაზე და ეს რა ხო მეც არა იმიტომ რომ იცი რა იმ დროს ვიღაცამ მითხრა რომ აი ეს რა მონდრომებით გაშავესო და დედა ჩემთან ინტერვიუ მთავრდება ზუსტად უკვე ნახამაყურებელმა და დამთავრდა ზუსტად აი ამ ფრაზით რომ დედა საბოლოო ჯამში წიხლზე ხო დაიკიდეთ ხო და კიო და ერთადერთი ფიქრი მქონდა რომ მარინას არ ენერგიულა იმიტომ რომ მაინც მარინას ისეთ ხასიათი ქონდა რომ მარინას მე მგონი არ ქონდა ეგეთი ხასიათი რასაც თქვენ ამბობთ და თამაშობდა იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირი ხასიათი არა თვითონ ამბობს რომ არ ვიყავიო და არ მომწონს რომ ესეთი გავხდე რომ რაღაც მომენტში უცებ ვიფოფრებიო და საბოლოო ჯამში მაგას ვამბობ რომ სიმართლე იმდენად ძლიერია რომ რაც არ უნდა გეძახოს როგორც არ უნდა გეძახოს ანუ უბრალოდ ვერ დაგამარცხებენ მართალ ადამიანს არა ხა ეგეც იყო შენი გარგალი კურდება ხა ნაცის და იმის მოძახება გასაგებია მაგრამ თმა რო გადახოტული მქონდა ეგ ძალიან ხა 5 ივლისის მერე იყო რომ უეს ჩამპალი ნარკომანი და ასეთ ესე და ანუ იმდენად რეაქცია არ მქონდა რომ ანუ აი რა ვიცი რა უნდა უპასუხო ხა რა უყო მეძახა კეთა არავის არ ეწყინება და ზოგადად არც მაყურებელს მათ შორის იმიტომ რომ მაყურებელმა თავად იცის რომ შენცაც მოუწერია დარწმუნებული ვარ რომ შენ ჩემზე მეტი გეცოდინება და იმის გათვალისწინებით რომ რაღაცები ვიცით ხოლმე უფრო ადრე ვიდრე დაუშვებ მაყურებელს უყვებით ან როდის უყვებით ან რა ფორმატში და რანაირად ნუ გასაგებია რომ გაჯეტაბიც გვაქვს არ არის აუცილებელი მაინც და მაინც მუშაობდა ტელევიზიაში თუ არ ვიცი სხვადასხვა მედია საშუალებაში მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ აი თუნდაც აი ანალიტიკური აზროვნების უნარი, ანალიზი, თვითონ ფაქტის მოვლენების და ასე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე კითხები შენთან იმასთან დაკავშირებით რომ პროევროპული უნდა იყოს ჩვენი კურსი და რუსეთი რო ოკუპა, ანუ უბრალოდ მეტყვი რომ ნიკა ხო კარგად ხარ ხო არ დაისიცხე და ზა ყველა მიცის თან ისედაც
გაგიშუქებია უამრავი თემა და გამოგიხატავს საჯარო ჩემი პოზიცია. აი იმ საზოგადოებისთვის, ოღონდ ნახე, მე ვიცი, ან შეგნებულად არ გეკითხები რეჟიმის ტყვეებზე, იმიტომ რომ ვინც გიყვარს, მათ ეუნები რომ გიყვარს, ვისაც ამხნევებ, ვიცი რომ ამხნევებ და ვიცი რომ გაქვს პირდაპირი ირიბი თუ სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი კომუნიკაცია. აი იმ ადამიანებისთვის, რომელზე ადრეც შეიძლება გაგიგია, რომელზე ადრეც იცოდი რომ აი ეს ყველაფერი რაც დაიწყო და იხსენებდი, ხო, იმ ძიმე ფაქტებს, მოვიდოდა აქამდე, აი დაღმართზე ვამბობდით ზუსტად მაგას, ვიდრე მოვიდოდით ამ სკვერში. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აი თითქოს ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას, ოღონდ იმას კი არ გულისხმობ, რომ ცოტა გადაიღალნენ და ხანგრძლივ არა. აი ვინც უბრალოდ არ იმჩნევს, მივხვდი იცის დღეს ქეთა რა რეალობაშია, იცის დღეს ქეთას რაზე ქონდა ეთერი, მაგრამ აი არ ვიცი, არც რეჟიმის ტყვეებს არ იმჩნევს, არც მათ დედებს არ იმჩნევს. ო, ამაზე მეკითხები, ამაზე მეკითხები. აი მაგათვის რა გაქვს სათქმელი, ან რამე ხო არ გაქვს ისე სათქმელი, რომ რა ვიცი, არა, მიცი რა, მე იმის მიუხედავად, რომ მე მესმის ის მსჯელობა, რომ უნდა ველაპარაკოთ ადამიანებს, უნდა ავუხსნათ, რომ იქნებ ჩვენ, ანუ იქნებ ავუხსნათ თუ არ სჯერათ რაღაცა დავანახოთ სწორი ის რომელიც ეხა უყურე მე რა მაქვს აქ და მე მეუბნებიან რომ შენ რადიკალი ხარო არ ვარ ანუ რადიკალი ზოგადად ვარ მაგრამ ამ ნაწილში არ ვარ იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად იმ ადამიანებისთვის რა მის თქმა ახსნა რომ ნახე ხა რა ხდება არა ნახე არ დაგავიწყოს რადიკალი ხარ იმაში რომ არასდროს არ იტყვი რომ რუსეთი მეგობარია რა თქმა უნდა იმიტომ რომ 20% ისე ოკუპირებულია და ამ ადამიანებს რომ აი ნახე ეს არის რაღაცა ყავისფერი და ეს ტელეფონი თუ რაღაც ეს სათვალე და ეს ტელეფონი და დაინახე რომ ეს მართლა სათვალეა და ხედავ მაგრამ აი ეხლა ვინც იქ არიან და ეს არ ესმით მართლა ვინც ფიქრობს რომ არ ვიცი ეს სათვალეა და ეს ტელეფონი თუ არა ამ ადამიანებს არაფერი არ მაქვს სათქმელი იმიტომ რომ ნახე რატო არ მაქვს ანუ მაგას ვამბობ რა ანუ ვერ ხვდებიან კი არა და არ ხვდებიან თორე ძალიან კარგად შეუძლიათ ან არ უნდათ ხო ან არ უნდათ რომ მიხვდნენ თუ არ უნდათ რომ მიხვდნენ ვერ ხვდებიან აღარ ვინც ვერ ხვდებოდა იმას გავაგებინეთ როგორღაც რა და დაინახეს და სადღაც ხმა მოიღეს და კი შეიძლება ეხა ყოველდღე აქციაზე არ განაც სახში დგან მაგრამ იციან მაგრამ ვისაც არ უნდა რომ გაიგოს იმას ვერ გააგებინებ გეტყვის ამაზეც რომ ტელეფონიაო ეგ არის სულით ანუ აი სულ მაგასო ქოცობა ჩემთვის არ არის რომ წავიდა ვიღაც არჩევნებზე და ქოცების შემოხაზა ეგეც რა თქმა უნდა მაგრამ ვიღაცამ შეიძლება შემოხაზა არ ვიცი მე სხვა ნებისმიერი ციფრი მაგრამ სულით და მენტალურად არის ქოცი და მენტალურად ქოცებთან სალაპარაკო არ მაქვს არა იმიტომ რომ ვერ გააგებინებ ანუ აი წარმოგიდგენ რომ მეუბნებიან აი ხა შეიძლება რომ მე მქონდა ეგეთ შემთხვევა რომ რუსები რო გადმოდიოდნენ ლარსზე რომ იქ ვიყავი მე როგორ ჟურნალისტ ჩართოში და ანუ აი ვეკითხებოდი რომ ეგ მქონდა განმსაზღვრელი რა მე ისეც ნუ ამას პირდაპირ ამბრყო ანუ არ მეყურს კი რომ მეზიზღებიან რა არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რუსები მაგრამ კაი თუ ესეთი რადიკალები არ უნდა ვიყოთ მოდი ვკითხოთ საქართველოს 20% არის თუ რა რუსეთის მიერ ოკუპირებული აი ლარსზე ვინც გადმოდიოდა და იმათ ვეკითხავ მეუბნებიან რომ არ იცოდნენ და იმან მეწყებოდა ის რომ წადი კაცო და მე გეუბნები რომ არის და გეუბნებოდნენ რომ არა არის და თუ არ იცი აჰა ფაქტები და მაინც გეუბნებოდნენ რომ არ არის ისე ძალიან შესაბამისად აი ეს არის ზუსტად აი რა უნდა უთხრა ხა რომ როგორ უნდა უმტკიცო აგერ არის ყველანაირი შესაძლებლობა რომ არის შენ მიგიქცევიათ რომ მაგისთვის ყურადღება აი პანდემიის დროს TikTok-ი როცა გავაკეთე იქ მქონდა ერთ-ერთ ადამიანთან საუბარი ესე ეგრეთ წოდებული live ჩართვით, რომელმაც მითხრა რომ ცხოვრობს სოხუმში და შენიცი კარგად რომ ჩემი დიდებებია ცხოვრობდა იქ და ნუ ბევრი მოგონება ჩემს მეხსიერებაში და ვეკითხები რომ იცი მეთქი რომელ ქალაქში დარბი ხარ თქო ახლა სადაც მეც დავრბოდი თქო და ჩამოუთვალე წლები რა, იმიტომ მე ხა მე-4 კლასამდე ეს არ არის დრო რომ 4 წლის ხარ და ბუნდა უნდა გახსოვს არა. და პირდაპირ მითხრა, ოღონდ ძალიან საინტერესო ფრაზა ქონდა ესეთი რომ ისტორია მეთქი იცი თქო სათხარ რომელ მიწაზე ხარ და მითხრა რომ დავიბადე 2000-იანებში და ანუ 2000-იანებიდან იცის და მეუბნები რომ მანამდე რა იცი და მეუბნება რომ არაფერი და ვეკითხები რომ მოიძიო და უშოთ ნუ ხა იქ გასაგებია რომ დაუშვათ ხო რაღაც ერთ იმაში არის კი ბატონო ინტერნეტთან რა თქმა უნდა აქვს იმიტომ რომ ინტერნეტის საშუალებით ჩამერთო იმ TikTok-ის live-ში და მეუბნები რომ იქნებ მოიძიო მეთქი აი თუნდაც ახლა კითხები ხო გისვამ კითხებს და პირიქით კითხები არ გიჩნდება თქო ანუ 2000-მდე ან შენ გონია მეთქი ხო შენ რომ დაიბადე და იმის მე ხო და რაღაცა იპაუზა და მივხვდი რომ ასეთი ადამიანებიც აი როგორ წეღან რო თქვი რომ მენტალურად ვინც ქოცზე იმათან სალაპარაკო არ არის ზოგადად ნახე თან მომინდა რომ ელაპარაკა მაგრამ ხა რამდენი რამე გამოტოვა ანუ წარმოიდგინე ზრდიან ისე რომ მათ იციან რომ სათავეს იღებს ხო შეიძლება რომ შეიცვალოს პოზიცია კი არა ანუ აი რომ დასერჩოს ხო დაინტერესდეს გაუღვიძო ხო არა ინტერესებს ანუ ამათ როგორი პასუხი აქვს იცი ნახე არ უნდათ იმაში ჩასვლა რა აი რო ეუბნები რომ მაგალითად ეს ადამიანი რომ დაიჭირეს უკანონოდ როგორ მე რატო
და დაიჭირეს უკან და რომ უყვები ამას გეუბნები რომ არა რამეს დააშავებ და არ აინტერესებს და როცა არ აინტერესებს ანუ ეგ არის ის რომ არა დაგოს და შეიშვი. თუ რაღაცა მეტყვის რომ მოდი განვიხილოთ აბარაფა დაიწყებ საუბარს. კი, დავიწყებ საუბარს. იცი რა არის ხოლმე ესეთი ფრაზა რომ ხშირად ვამბობთ რომ აი ასე დაუსრულებია ყველა დიქტატურას და არ იქნებით გამონაკლისი არც თქვენ და მაინც აი ჟურნალისტური რაკურსით მინდა აი თუ რაიმე გაქვს აი მართველი თან ბევრს იცნობ შენ იქიდან ბევრი ჩაგიწერია ბევრი ყოფილა შენი რესპონდენტი და აი როგორც ჟურნალისტი რომელსაც გიმუშავია სხვადასხვა დროს და თუ არ გიმუშავია აკვირდებოდი როგორ ვითარდებოდა მოვლენები რას ეტყვი აი იმ ხალხს ვინ შენი რესპონდენტები ყოფილან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავიაო და მე მახსოვს კიდე სასამართლო დარბაზში მითხარი რომ გადაეცით მეთქი მამუკამდინარეზეს და შენ იქიდან მომეძახე რომ რა გადავცეო რომელი ხარო ლამის ეს მკითხავ მამუკამო ანუ იმდენად ეხაც მაგას გაგრძელებს ვაკეთებ აი თურმე ამას არ ვხუმრობ აი ეხა 1-2-3 კვირის წინ აღმოაჩინე რაღაცაზე ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და რაღაცაზე Google-ში ჩემ თავს Google-ავდით თუ რაღაც და ამოაგდო ირაკლი კობახიძის მე რო დამიჭირეს ირაკლი კობახიძის კომენტარი ყოფილა ესეთი რომ ეგ საერთოდ რა ჟურნალისტია თუ რაღაცა მსგავსია რომ ეგ ჟურნალისტი როდის იყო თუ აი რაღაცა ეს ნაც პარტიული აი ამას მიერ ხო ისუ აი ოღონდ მართლა ეხა ნახე 1-3 კვირის წინ ამიტომ მაშინ 1000 რაღაცა წერება ხო იცი ვეღარ იმაშები და იქ ამოაგდო просто ეს ფრაზად რომ პრემიერმა ეს თქვა აი უცებ გამახსენდა აი უცებ აი წინში გადაიღო და იქუთაისის პარლამენტზე ვლაპარაკობ და უცებ გამახსენდა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში მამუკამდინარაძე რომ გამორბოდა ხოლმე რა თქვენ ვისაც მეტყვით იმას გამოგიყვანთ. ოღონდ მაშინ რუსთავიერი ჟურნალისტები ვიყავით. კი და მე მახსოვს შენი ჩართვების წინ როგორ ემზადებოდა როგორ ივარცხნიათ მას ხო კარგად ფაქტაირანდი და ეს კარგი იყო რომ ამას აკეთებდნენ. მე სულ ამას ვამბობ. ეს იყო კარგი. იმიტომ რომ კომუნიკაცია და ადეკვატური კომუნიკაცია ქონდა მათ შორის რუსთავიერი ჟურნალისტები და ეს იყო მინიმუმ არ ტოვებდნენ შთაბეჭდილებას რომ გაურბიან პასუხისმგებლობას ან კითხვას რომ უსვამდა პასუხს რომ გიბრუნებს ეს ნორმალურია. აი მართლა ჩემთვის წარმოუდგენ ანუ ეხა არაფერი აღარა წარმოუდგენელი მაგრამ ამ ადამიანებთან ანუ გარდა იმისა რომ ხა არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს მაგრამ გასაგებია რომ ეს ჩვენი ურთიერთობა იყო რა თქმა უნდა რაღაცა პროფესიული ამბავი მაგრამ ქუთაისის პარლამენტს რო ვახსენებთ ეს ვიღაცებისთვის ძალიან წარსული დროა და არ იციან არც ჟურნალისტებმა რომლებიც ეხლა არიან ამ პროფესიაში რომ ჩვენ ქუთაისში რომ მივდიოდით ხოლმე მივდიოდით 3-4 დღით და წარმოიდგინე ორ კვირაში ერთხელ 4 დღეს მაინც ვატარებდით ყველა ერთად და მაშინ ქუთაისი იყო რა იცი იყო პარლამენტის შენობა და იყო ორი კონკრეტული ადგილი სადაც შეგეძლო რომ გეჭამა იმის იქით არ იყო არაფერი და საჭმელად რომ მივდიოდით ხოლმე პარლამენტიდან მეც ნიკაც ყველა ერთად ოპოზიციონერი თუ ქართული ოცნება თორსა ყველა იყო იმ ერთ პატარა სივრცეში და ყველა იქ-ჭამდა და რა თქმა უნდა იქაც რაღაცა გამარჯობა რაღაცა ეს ურთიერთობა იყო და ერთადაც გვიჭამია მათ შორის და ეხა ეგ ირაკლი კობახიძე და თან ძალიან კარგად მანდაც ხო ის არის ანუ აქ ზოგადად არ ვსაუბრობ ეხა უკვე მათთან არაფერი არ მაქვს საუბრო და ესეც რაღაცნაირად მერიდება ამაზე რომ ვლაპარაკობ მაგრამ იყო პერიოდები რომ მითხრა მაგათი დროც მოვაო იყო პერიოდები რომ ნახე რაღაცა ეს ხო ადამიანური და პირადი ურთიერთობა მე გავიგე რომ ვიღაცა არ მოწონთ, ვიღაცა მოწონთ თუ რაღაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი ძალიან ღიად ვიტყვი ჩემ თავზე რა ძალიან კარგად მიცნობდნენ და იციან რისი გამკეთებელი ვარ და რა პარტიის ამორჩეული და იყო შეთავაზებებით რომ იმეჩი წამოდი სამჯერ მეტი ხელფასით და ასე შემდეგ ამაზე აღარ გავაგრძელებ რა და იციან რისი გამკეთებელი ვარ და როგორ მაგრამ ესეც მანდაც ამბავია ეხლა რომ აი ამაზე რო არის ეხლა მე რისი გამკეთებელი ვარ და როგორ ეგ ხო უკვე ძალიან უბრალოდ ხანდახან ძალიან მიკურს ხომ რაღაცა ფოტოები რო არსებობს ხანდახან close friend-ებში დამიჯდა პარლამენტში ერთად რო ვართ მე მამუკამდინარაძე ირაკლი კობახიძე და ვიღაცები ჩამოჟდები არა მილიონი ადამიანი ვარ ჯერ გაანებეთ საერთოდ რო ტელეფონი არ იყოს უამრავ ადამიანს გახსოვხარ და იცი რა არის მან სულ მაქვს ერთი პასუხი ოღონდ რაღაცნაირად ხაი წეგან იმაზე არ იყოს რა კარგი გაგებით რადიკალი ვარო და რაღაცნაირად მე სულ მაქვს ერთი პასუხი როცა შენ ყველანაირ პასუხისმგებლობას იშორებ შენ ხარ შენი მართველი გუნდი თუ იმ გუნდში რომელშიც იხარშები მზად არის მოკლას მზად არის უკანონო დაიჭიროს მზად არის არ დაფიქრდეს როგორ გააუბედურა ოჯახები და აქ მარტო რეჟიმის ტყვეები არ არიან ხო იქ ეკონომიკური ნიშნული და უშუალოდ მდგომარეობა უბრალოდ ანუ ისეთ სიგიჟე შევართ რომ მაგაზე ვეღარ მიდიხარ ლაპარაკს აი ამ დროს ადამიანებს როდესაც აღარ აქვს პასუხი იწყებენ აი ამას რომ აი ვინ ძალიან კარგად იცის და თუ ვინმეს დაესმის კითხვა რომ ვინ ხართ მართლა თვითონ არიან და მეტი არავინ სხვა და ნუ გწყინდას იმიტომ რომ რეალურად ისტორიებს აღარ მოყვები ესე რომ ვაბრუნებდით ხოლმე კიბებია რომ ამოდი უნდა ჩაგწერო და რომ მორბოდნენ თვითმიზანი არ ყოფილა რომ ყოფილიყო ჟურნალისტიკაში მე ზუსტად ვიცი რომ ადამიანები ხვდებიან იქ და იმ გარემოში რომელ გარემოშიც აი არ ვიცი დიდი სიყვარულით და მონდომებით აღმოჩნდნენ და
ვერ გაჭრის ეგ ამბავი, რაც არ უნდა გვაძახოთ, რომ ჩვენ წარსული არ გვაქვს და არაფერი არ გვიკეთებია, მე მგონი პირიქით ხდება ხოლმე ეს. ოდნავ გადავაჭერდეთ დროს, მაგრამ YouTube-ზე ესეც მოსულა. ბოლო არ ვიცი, რამდენი წუთიც დაგჭირდება, იმიტომ რომ ყველას გვიგროვდება ჩვენი სათქმელი, ყველასთვის არის რაღაცა, რაზეც აი არ ვიცი, ბალიშზე რო თავს დავდებთ, ვიდრე დაგვეძინება ფიქრობთ. შენი მთავარი, არ ვიცი, საფიქრალი, სათქმელი, საზოგადოებისადმი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანისადმი, ანუ 3 წუთი შენს განკარგულებაშია ყოველგვარი კითხვის გარეშე, რაც გინდა, როგორც გინდა, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც აი დიდი ყურადღებით და ასეთ გულწრფელ ადამიანებს უსმენენ დიდი ინტერესით. იცი არის, ბევრს არაფერს არ ვეტყოდი, უბრალოდ ძალიან ბევრია სათქმელი, მაგრამ ძალიან მოკლედ შემიძლია რომ თქვა ეს ამბავი რა და ყველაფერი გავართიან ამაში, აი ბალიშზე თავს ვდებო რა და იქ 1000 რაღაცას მივედით, მოვედით, ახლა ამ საუბრებს რომ იქ ვიღაცასთან კომუნიკაცია გქონია, არ გქონია, ვისთან როგორ, იქ რაზე ფიქრობ. ანუ ჩემთვის მთავარია მართლა ამ პროფესიაშიც, რაც სხვათა შორის შენ დამეთანხმები და ყველა ჩვენი კოლეგა რომ ძალიან რთულია რომ სადღაც ბეწვის ხიდზე გადიხარ, მაინც სადღაც არ წაყირავდე, იმიტომ რომ ამაზე არ გავაგრძელებ ლოპარაკს, ახლა რა არხზე მიმუშავია, როგორ მიმუშავია, ვისთან მიმუშავია და არ ვიცი მაგას რო გაძახებენ, რომ მოკლედ ბევრი ამბავია, მაგრამ და ბეწვის ხიდზე გადიხარ, სულ რომ სადღაც ესეც უნდა თქვა, რომ მე 2012-ში დავამთავრე სკოლა და 2012-ის მერე დავიწყე მუშაობა. შესაბამისად, რაღაცა ნაწილში ის ვარ, ვერაფერს ვერ მომაძახებენ, მაგრამ ეს სულ ბეწვის ხიდზე გადიხარ, მაგრამ აი ჩემთვის სულ არის ხოლმე მთავარი რა, რომ ჩემ საკუთარ თავთან ყველა გადაწყვეტილებაში ვიყო მართალი. ის კი არა რომ ყველა გადაწყვეტილება სწორი და მართალია, ჩემ თავთან ვიყო მართალი. აი ნახე, გულწრფელი ხარ კონკრეტული გადაწყვეტილების დროს. ხო, და რაღაცა გადაწყვეტილებას არ ვიღებ რაღაცის გამო. იმიტომ რომ შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებაც მივიღე, მაგრამ მაგ გადაწყვეტილებას რო ვიღებდი, იმ მომენტში მე ჩემ თავთან ვიყავი მართალი და სწორი და ვიცოდი რატო ვიღებდი ამ გადაწყვეტილებას. მე წლების მერე შეიძლება მინანია არ ვიცი ან არ მინანია, მაგრამ საკუთარ თავთან ვიყავი მართალი და ამას ვეტყვი ყველას რა, ანუ აი ისიც რო ვთქვი რომ აქციებზე იმაზე ვფიქრობ, მართლა ეგრე იყო რა, ეგ სოციალურ დავწერე, რომ ვფიქრობდი იმ ოჯახებზე, რომლებიც გაუბედურდნენ და არ მქონდა უფლება იმის, რომ მე ხა საწყოში თავზე საბარ წაფარებული ყოფილიყავი და ჩემ თავთან ვიყავი მაშინ მართალი, რომ ძლივს, მაგრამ გამოვიდიოდი გარეთ. შესაბამისად, საკუთარ თავთან რომ მართალი ხარ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა, იქ ვიღაცა რაღაცას გეტყვის, გეძახის თუ ასე შემდეგ, აი ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. აი ეგ არის ჩემთვის და ამას ვეტყოდი ზუსტად, ანუ რაც არ უნდა გააკეთოთ, ბალიშზე თავს ვედადებ და თუ იცით რომ საკუთარ თავთან ხარ მართალი, მერე ის გადაწყვეტილება სულ არასწორი იყოს, ისე მაინც ვერ ინანებ, როგორც შეიძლება სანანებელი იყოს. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი რჩევა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს არ არის ქათინაური და კომპლიმენტი. მე რაც გიცნობ და ეს არ არის უკვე პატარა დრო, მივხვდით რომ ბავშვობიდან ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მე არასდროს მახსენდება არც ვინმე და არც რამე რა დროსაც შენ აი მორალური ზოგადად ადამიანური პასუხისმგებლობა დაუშვათ დაგივიწყებია და ყოველთვის აი რაღაცა შენ გასაგებია რომ ინდივიდუალურია ეს მორალიც, მაგრამ აი არაადამიანური გადაწყვეტილებაში არასდროს ყოფილხარ და ამისთვის მადლობა შენ. ამით ახლა ძალიან დიდი მადლობა და მე მაგით ვამაყობ ძალიან. დროი გარი რასაც ქმნი ადამიანი. შენი პრინციპებისთვის, შენი დამოკიდებულებისთვის, შენი ხასიათისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დაუშვათ კონკრეტულ შემთხვევაში ბრაზი, აღფრთოვანება, მხარდაჭერა თუ უბრალოდ რაღაც სითბოს გამოხატვა. მე როგორც შენი მეგობარიც, როგორც მეც ასევე მოქალაქე, თან მით უმეტეს ქალს და იცი განსაკუთრებული პატივისცემა ჩემი დედაჩემიდან გამომდინარე ყველა დედისადმი, ყველა პოტენციური დედისადმი და ზოგადად ქალებისადმი და ქალებისადმი ამ პროფესიაში, იმიტომ რომ სამწუხაროდ ასია, ხო, ბევრი გადაახტა მორალს, ბევრი გადაახტა აი იმ ადამიანობას, რომელზეც საუბრობთ და ჩემგან მოკლედ არ ვიცი აღფრთოვანება და ხო იცი სულ მუდმივად ვამბობ ერთი და იგივეს, რომ არსად არასდროს, ანუ ის წარმატებაც კი, რომელიც აი ეს თუ წარმოვიდგენთ, რომ შეიძლება იყოს ერთი და რომელთან პირველი მივა. ხო და არა მოვიდეს შენთან, ანუ იმდენად პატივს გცემ და იმდენად მგონია რომ მეგობრებს მხოლოდ საუკეთესო. მივხვდი რასაც აუბრალ. კეთა ციცქიშვილი. წარმატებაში რომ ქვეყანამ გაიმარჯვება. რა თქმა უნდა, ახლა დანარჩენი ვნახავთ მე. ეს არის თავარი ყველასთვის. კეთა ციცქიშვილი, ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა, ტელეწამყვანი, რომელსაც ბევრ წარმატებას უსურვებ და როგორც მე ბევრ წარმატებას ვისურვებ YouTube-ზეც. მადლობა დიდი და ბოლოს სიტყვებში რა თქმა უნდა ვეთანხმები, ჩვენი ამჟამინდელი წარმატება არის ქვეყნის წარმატება, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საყვარელო, საქართველო, ჩვენი საყვარელი საქართველო იმსახურებს საუკეთესო მომავალს, ოღონდ ისტორიულადაც, ფაქტობრივადაც და მართლა ძალიან ბევრი ვეწამეთ და კმარა. ამიტომ ვიყოთ ხიზლად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ელოდოთ მომდევნო ეპიზოდს, იმიტომ რომ მომდევნო ეპიზოდშიც მორიგი სტუმარიც იქნება ჩემი კოლეგა. მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერად.